ჩარჩა გაიყובה წელს აი ისე ამ წვიმება მე ჭრაქმა შემოუტია მაგრად რა აი და ვინც თან ბიოს ვაკეთებთ იმას ცოტა გავიჭირდა რა თუმცა ხა კაი ამინდებია კი მაგრამ დააზიანო კარგად მოამწნ შეიძლება არა ნუ ხარისხს მოცულა ხარისხი კარგი ცოტა იქნება ხარისხი კარგი იქნება ნუ ამით და კიდევ უფრო უკეთესი მაგრამ ნუ რა უკეთესი რაღა უნდა იყოს ესე გაძვირდება ღვინო ღვინო სამყოფი არასდროს არ არის ეგ არის ფაქტი თავარია ხარისხი არ დავაკეთეთ ჩვენ რო გაყოფართ იმდენი ისეთი ჭრაკი არ მოხდება რომ დავიწყოთ მოგესალმებით ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ პოდკასტებს, რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ ვასილ მაღლაფერიძე და მე გიორგი გვიმრაძე და ჩვენი სტუმარი იქნება რატი იონათამიშვილი, რატი გამარჯობა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან საინტერესო აი ამ პროექტში ვიყებ მონაწილეობას, ჩემთვისაც ძალიან საბაგიროა. დიდი მადლობა მოსვლისთვის. გამნაჯერება გვინდოდა და სულ რაღაცა დავეთქვა. მოკლედ სესიები რო არ ქონდეთ უფრო ნაყოფიერად ვიმუშავებთ. არა, სესიებზე მუშაობთ ნაყოფიერად, მაგრამ რა თქმა უნდა, საკომუნიკაციო არხების მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და ისა რა ქვია, თან სეზონს ვამთავრებთ უკვე თითქმის ბოლოში გავდივართ და რაღაცა თითქმის შეიძლება ითქვას, რომ ვაჯამებთ ჩვენს აი ამ განვლილ პერიოდს, ვიდრე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყება. უპირველეს ყოვლისა ძალიან საინტერესოა ის ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები და ზოგადად საკანონმდებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, რაც ცხადია არ მოწონს თქვენს ოპონენტებს და უამრავი, ასე ვთქვათ, კრიტიკა ისმის მათი მხრიდან, მაგრამ მოდი ესე შევხედოთ, ანუ ამ წუთას კრიტიკას დავანებოთ თავი. მე უფრო მაინტერესებს თქვენი мотиваციები, ანუ ქართული ოცნების мотиваციები. ამ საკანონმდებლო თელს პაკეტებთან მიმართულებით, ანუ შეგვიძლია მე სათითაო კონკრეტულ კანონსაც შევეხოთ, მაგრამ საინტერესოა ზოგადად აი ეს ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ინიციატივების мотиваცია და მიზნები გავიგოთ. ანუ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, რამ გამოიწვია? პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის იმის აღნიშვნა, რომ მთლიანად ეს საგაზაფხულო სესია იყო ძალიან საინტერესო, ძალიან ნაყოფიერი და ბევრი ისეთი ინიციატივა წარვდექი ჩვენ საზოგადოების წინაშე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი მოქალაქეებისთვისაც და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინიციატივები იყო. სუპირველი, ერთ-ერთი პირველი რაზეც დავიწყეთ მუშაობა, ეს იყო, როდესაც ღალატის მუხლი აღვადგინეთ სისხლის სამართლის კოდექსში. და დღეს ჩვენ ვთანხმდებით, რომ როდესაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლების დროს თანაც ეს დაემთხვა 2008 წლის ომის წინა პერიოდს მოხდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღება ამ მუხლის და სხვათა შორის პირველად ეს ზვიად გამსახურდიას დროს იყო ჩაწერილი ქართულ კანონმდებლობაში ამ მუხლის ამოღება ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი სამშობლო დაუცველი დატოვა შიდა მტრებისგან. და შიდა მტრების სიმრავლემ დღეს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენ და მათმა სივერაგემ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ამ მუხლის აღდგენა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისთვისაც და ამის შემდეგ უკვე ეს ინიციატივები, რაც იყო მიღებული სხვადასხვა მიმართულებით, ემსახურება იმას, რომ ერთის მხრივ გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, გააძლიეროს სახელმწიფო და რა თქმა უნდა ეროვნული მიზნებიდან და ამოცანებიდან უნდა გამომდინარეობდეს. და რა თქმა უნდა ეს პროცესი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ფართო ნაწილისგან არის ძალიან მნიშვნელოვნად მხარდაჭერილი, არ მოწონს რადიკალურ ოპოზიციას და არ მოწონს იმ ბანაკს, ვისაც სრულიად საპირისპირო მიზნები და ამოცანები გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა მაგალითად ცილისწამებასთან დაკავშირებით ბოლოს რეგულაციებიც მივიხეთ. ხო, იმიტომ რომ მე ესე წარმომიდგენია და ვფიქრობ ჩვენი საზოგადოებაში ეს არის მნიშვნელოვანი, ამაზე ცოტა ესეთი გავჩერდეთ ეს. ამაზე კონსოლიდირებული აზრი არსებობს. ხო, რომ ერთ-ერთი ყველაზე ამორალური საქციელი რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს, ეს არის ცილისწამება. მით უმეტეს, როდესაც ცილს სწამებს გამიზნულად. ანუ არ აქვს არაფერი შეიარაღებაში, ესე ვთქვათ, რომ ადამიანს მიმართ ოპონირება შეძლოს და აქედან გამომდინარე. როგორც წესი არ გიჩვევა, როგორც წესი თან გამიზნულია ცილისწამება. შეთხოვით ცილისწამება. ეს ემსახურება მხოლოდ ოპონენტის შემომეცილისწამა არ ხდება. გაშავებას, მაგრამ ერთია, როდესაც ჩვენს ოპონენტს სწამებ ცილს და ჩვენ ხედავთ, რომ ამ პირობებში ქვეყანას, სახელმწიფოს სწამებენ ცილს. ყოველდღიურ რეჟიმში ოპოზიციის ბანაკი ქვეყანას, საქართველოს სწამებს ცილს.
თითქოს ის გამოიყენება კადაემ სანქციების გვერდის ავრის ხვრელად და ასე შემდეგ მაქინა რომ დავიწყოთ მე თქვა რაღაცა რუსული თემის შემოტანა რო არის რაც აბსოლუტური ცილისწამება არა საკურველად ან იმ ხელისუფლებაზე რომელმაც ყველა სასამართლო მოუგო საერთაშორისო დონეზე რუსეთს და ეს სასამართლოები ჩვენთან ვასიკოშენს კარგად გემახსოვრე რომ გაფუჭებული საქმეები ამოვიღეთ ანუ აქტიურობრივად წაგებული საქმეები შემოვატრიალეთ და გავიმარჯვეთ როგორც სტრასბურგში ასევე ჰააგაში და ამით ისტორიული გადაწყვეტილებები მივიღეთ არა მარტო საქართველოსთვის არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის ვის წინაშეც ოკუპაცია როგორც გამოწვევა როგორც პრობლემა დგას და აქ ყველაზე ის რა იყო რომ ამ კანონში რომ ცილისწამების ტვირთი იყო მსხვერპლზე და არა ცილისმწამებელს ასე რომ გამოდიოდა რომ ადამიანი დაგწამებდა ცილს და შენ მერე თავი უნდა გემართლებინა თუ თავს არ იმართლებდი მაშინ გამოდის რომ ეთანხმებოდი და ფაქტობრივად რეპუტაციურ ზიანს იღებდი და ძალიან მარტივია ამ ხრივ რომ ესეთი კანონი მორალურადაც გამართლებულია, სამართლებრივადაც გამართლებულია და ადამიანურადაც გამართლებულია რომ თუ ადამიანი შე რაღაცა ბრალს გიყენებს ამის მტკიცების ტვირთი უნდა იყოს მასზე სხვა შემთხვევაში ამორალურ ვაქანალიას ვიღებ. და აქედან გამომდინარე ეს კანონები მნიშვნელოვანი იყო არა მარტო სახელმწიფოებრივად, არამედ მორალური თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დინამიურიც იყო და ნაყოფიერიც ეს პერიოდი, ნუ აღარაფერს ვამბობ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ისტორიას დარჩება, როგორც ზუსტად მე-11 მოწვევის პარლამენტის მიერ წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი. ამას დაუბრუნდეთ ჩვენ ამ კომისიას მაქვს მანდატ შეკითხვები გვექნება და ცხადი აინტერესებს როგორ და რა იქნება და აი ცილისწამებას მინდა დაუბრუნდე. ერთი ნამდვილად გეთანხმები რომ ალბათ მე ხებაც ორჯერ ვიყავი ხო პარლამენტში და ესეთი ნაყოფიერი გაზაფხულზე რო იყო კანონმდებლობის თვალსაზრისით და საინტერესო კანონმდებლობის თვალსაზრისით არ მახსოვს იქ შეიძლება ვიღაცას მოწონს არ მოწონს ეგ სხვა საკითხია მაგრამ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კანონების ესე თუ წება და კარგ ტემპში მიღებული. აი ცილისწამებას მინდა დაუბრუნდე. მართალი გითხრათ, აი ეხლაც მაგონდება, როცა ამას იღებდნენ ამ კანონს და ბევრი კითხვები იყო მაშინაც და იგივე კითხვები მქონდა ეს ადამიანურ დონეზე ხა მე. ნუ იურისტი არა ვარ, რაღაც გამოცდილება ხო მაქვს, მაგრამ არის რომ პრაქტიკაში იგივე კითხვები მხოლოდ გამძლიერდა ამ ხნის განმავლობაში. ადამიანი ცილს გწამებს, მე ეხლა ვამბობ, რომ პრაქტიკულად ну არც ვიცი ხა რაღაც კაზუისტიკური შემთხვევა შეიძლება მოიყოს შემთხვევით თქვათ ეს ამ შემთხვევაშია რომ ენას ვერ აჩერებს ადამიანი და ნუ თქვათ და ესე ჭირს მაშინ უნდა მოვიდეს და განაცხადოს ვიცით რა მე საერთოდ საუბრობ უპასუხისგებლად ეგეთებიც ყავს ხა ჩვენ სივრცეში მაგრამ როგორც წესი ეს გამოიყენებოდა ძალიან მნიშვნელოვან იარაღად რატი მახსენდა ხა და მნიშვნელოვანი როდესაც ადამიანები ამას ეჩვევიან და შენ პასუხის წინაშე პრაქტიკამ გვაჩვენა რომ უძლური ხარ არა იმიტომ რომ სასამართლო ჯერ სასამართლოს თავის ვადები აქვს მეორე ხშირად არც კი იცი ხარ რაზე უნდა აიჩილო და ბოლოს ასეთ ისეთი ტემპი აქვს რომ სასამართლოში უნდა იყო და ნუ პრაქტიკაში არ გამოდის აი პირდაპირ გეტყვი რომ პოლიტიკოსებს თავისი და პოლიტიკაში რო ხარ თავის პრობლემა აი ჩვენ გეტყვი რომ ერთ-ერთი აი ეს საზოგადოება მოწყობილი აი უამრავჯერ არის ამისი მსხვერპლი გამხდარი და იმითგან რომ ეს განმეორებადია და უბრალოდ შეუძლებელია ესე იგი როცა საუბარი იწყება ცილისწამება შენ უნდა განუწყვეტლივ გამოხვიდე და ამტკიცო რომ აქ ხემი არ ახარ და ხშირად ეს ძალიან რთულია უბრალოდ რომ აი იმდენად აბსტრაქტული ბრალდებებია რომ ეს ესე ვთქვათ მე აღარ გეუბნები ისეთ რაღაცაზე ხა პრორუსი, რუსი, რაღაცა ნუ სულელი არ რაღაც კონკრეტულ თან ამას აქტიურად ბავშვებიან და შემდეგ აი ამას გამოიყენებენ ცილისწამებას პოლიტიკოსები ძალიან ცოდავენ ამ ჟურნალისტების მიმართ მე მიყურებია და ამ დროს ადამიანი გარკვეულწილად არის დაბნეულობის მომენტიც რაღაც ისეც გეუბნებიან რომ აღარ იცი გაიარა გაჟღერდა მე ვისახსოვს ახლა შენ სასამართლოში წადი ჩვენ ახლა ერთხელ ლაპარაკობდით და მარტო ერთ წელიწადში დაახლოებით რომ აი რო ყოფილიყო და ეს აგვეთ რომ გეოткиცებინა ახლა რატო მინდოდა მომზადე 70 მარტო ერთ წელიწადში აი აღარ გეუბნები ყველაზე სხვა წყალი რო არ გავიდო და 70 სასამართლო და გაგვემართლა რომელიც ალბათ დღეს დამთავრებული არ იქნებოდა და რომელიც ახლა ყველა გავიწყდება აი ესე იგი აი აღარ მინდა რა მაგალითები რო ჩამოთვალო და ეს არის ადამიანების შორის ამან დაამკვიდრა აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საუბარი.
აი აბსოლუტურად რასაც უნდა ჯერ ხოს ესე ვთქვათ მიუხაუზენი თუცა კეთილტყუილებს ლაპარაკობდა და კიბოთელ ახუნდარელი და კაი ბოროტყუილი ერთია და მეორეა მიმართული და ეს შეიძლება ამტკიცო მე ვფიქრობ რომ აი ამის საწინააღმდეგო გვაზრ უბრალოდ არ შეიძლება არსებობდეს რომ მითხარი დამიმტკიცე კიდეც ახლა ეს ხო ეს უნდა იყოს და კი ბატონო და მე უნდა უფლება მქონდეს რომ დამიმტკიცე და მე მოგისმინო ამის შესახებ რა არგუმენტები გაქვს და მე ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე რომ იცი ეს ვიღაცა მითხრა აი იცი მე ამას ყური მოვკარი და შენ ყური რომ მოვკარი და თან პრეტენზია გაქვს რომ ხან ექსპერტი ხარ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პიროვნება და ნუ ტელევიზიაზე ეს როგორ არის აწყობილი მექანიზმი ეს ხო ცილისამება ბულინგის არ იყოს ეს ხო დამუშავებული არაღია და ხშირად თქვა ახლა ეს დაფინანსებულიც კარგად დაფინანსებული და მე არც მომერიდება ამას ვიტყვი ჩვენ საუბარში აი მონაჯირო იყო მაგალითად გახსოვთ გადანა ხო ახლა ხო აღარ გვახსოვს წავიდა რა გადანა ხო მათ საინტერესო ფაქტი მოხდა მე რომ ის საიტზე ადმინისტრატორების თქვა რაღაც გატეხვა მოხდა თუ რაღაცა მოხდა და შემდეგ უკვე ის გაქრა ველიდან მაგრამ ფაქტი არის რომ ის თავიდანვე ემსახურებოდა მისი დაფინანსების წყაროები ამბები როგორ იყო ეს ეგ საინტერესო იყო რომ ის პარტია რა პარტიაც არის დროა ამას იღებდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია დროა კი ბატონო ხო და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს იყო ასევე მავნებლური პრაქტიკა იქიდან გამომდინარე რომ სიყალბეს ჰქონდა ადგილი ხო რომ პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია ერთ-ეგივე სახელის ერთ-ეგივე დამფუძნებლებით ერთ-ეგივე ხელმძღვანელებით და ფაქტობრივად სელისავებას ეწეოდა და პირდაპირ უცხოეთიდან იყო დაფინანსებული ხო რო თქვა ეხა ასე და ამ ჯიბიდან დაგაფინანსებ თუ ორი ადამიანს რამდენიმე ჯიბი აქვს ყოველას რამდენიმე ჯიბეს ჩაგიდებენ ფულს ვერ ესეთია რატომ და ეს სილისამის მექანიზმი იყო დახვეწილი მე ეს მედიაში ტირაჟირებდა და იქმნებოდა ის რეალობა რაც იქმნებოდა ამას ვამბობდა ეხლა ერთი არის ახლა ნახოთ როგორ იმუშავებს ეს კანონი ესე ვთქვათ რაღაცა გადავეჩვიე და ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ პირველად ალბათ გაუჭირდება ბევრს ამ ცილისავებისში გაეშხებულს ამით მეტყველება უნდა დაუბრუნდნენ ამას რომ სიტყვებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ადამიანი სიტყვას უნდა კონდეს ფასი მით უმეტეს თუ შენ ეკრანი კამერა აი ისეთი ადამიანი თუ ხარ ვისაც კამერას უშვერენ ხოლმე. მე განზრახვა აი რა მოგიწია ესე და უშვერენ. იშვერენ კამერას, უნდა იცოდე რომ ეგრე არა რაც ენაზე მომადგება, ესე ვთქვათ ვილაპარაკებ. კი ახლა კანონში როგორც ეწერა აქამდე ყველაზე მიუღებელი სიტუაციის იყო რომ ცილის მწამებელი ადამიანი თავისუფალი იყო ყველანაირი პასუხისმგებლობისგან. საკმარისი იყო რომ მას ადამიანზე გამიზნულად მიემართა რაღაც ის თქვა გაშავების კამპანია და პასუხისმგებელი არ იყო არაფერზე საერთოდ და თავის დაძვრენა მარტივად შეეძლო და იმ ადამიანს კი ვისაც თქვა ამ შემთხვევაში მსხვერპლი იქნებოდა ასეთი კამპანიის მთელი ტვირთი მასზე იყო მტკიცების და ასევე მთელი ენერგიის ხარჯვა იმისთვის რომ საკუთარი რეპუტაცია გადაერჩინა ხო და თან ახლა შენ სწორად აღნიშნე რომ ის კამპანიები რაც მოდიოდა იყო დაფინანსებული დაორგანიზებული მათ შორის გარედან საკმაოდ დიდი რესურსებით მათ შორის და ზუსტად ამას ემატებოდა კიდე ის რომ 15 და 20 წლის წინ საკომუნიკაციო არხები იმისთვის რომ ეს მასობრიობა შეექმნათ იმდენი არ იყო რასაკვირველია და ისე არ იყო დახვეწილი და განვითარებული როგორც დღეს არის იგივე სოციალური ქსელების შემთხვევაში იგივე სხვადასხვა ამ საკომუნიკაციო არხების გაძლიერების შემთხვევაში დღეს ცილისწამების კამპანიის აგორებას და მის მასშტაბურობის და მასობრიობის შექმნას რა თქმა უნდა გაცილებით იოლად მოახერხებს ის ადამიანი, ვისთვისაც მორალური წნეხი ამ ხრივ არ არსებობს და სინდისი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე ამ გამოწვევების წინაშე როდესაც დავდექით კიდევ რა იყო, აი ვასიკომ ხა სწორად აღნიშნა რა, როდესაც უკვე მე ამას 1 2 3 4 აი უკვე თქვა სხვადასხვა შემთხვევები იკვრება და პასუხს არავინ არ აგებს, მე უკვე მორალური დეგრადირება ხდება, გინდა არ გინდა და ძალიან საშიში პროცესები იწყება ზოგადად ზნეობრივი პრინციპებით საწინააღმდეგოდ საზოგადოებაში და კანონს ხო ეს ძალაც აქვს, ხო, რომ გარდა იმისა, რომ უნდა აწესრიგებდეს პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების
ნაწილს ეს კანონი ზნეობრივ პრინციპებსაც უნდა ადგენდეს და ზნეობრივ ჩარჩოებსაც უნდა ადგენდეს და იმ შემთხვევით ხო არის ხა ცეკო შენაღნიშნე რომ არ ხარ იურისტი, მეც არ ვარ იურისტი, ორივე ფილოლოგები ვარ. მაგრამ დამწერლობის პირველი ტიპები რაც შეიქმნა, იქ არ შექმნილა ქურუმების მიერ, ის არ შექმნილა მწერლების მიერ, შეიქმნა სწორედ კანონმდებლების მიერ და კანონშემოქმედი ადამიანება დაწერეს, გამოიგონეს დამწერლობები დედამიწას. ეს ხო შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ სწორედ აი ამ ფირფიტებით მაშინ ისინი ზნეობრივ წესებს ადგენენ საზოგადოებაში. ერთ-ერთი ცნება რა შეგახსენება გინდას რომ არაცილის სამოარი ერთ-ერთი უპირველესია არა მარტო ცოდვა, ესე იგი როდის აწუხებდა კაცობრიობას, რომ ეს არის ძიმე იარაღია, იმიტომ რომ ესე იოლი არ არის ხა წადი შენ და გაიმართლე თავი რომ დაგაბ თუ ესეთი მართალი ხარ და ესე იგი უნდა იარო ყველაფერი გადააგდო, ამტკიცო და ხშირად როგორ დასამტკიცებელია ხო შეხედა, აბა მიდი ახლა სხვადასხვა გენიალური ის არის, რა ქვია, რუსულია, გენიალური კომედიის იმაში, რომ უნდა მეიტანოს და ცნობა არ არის, რომ აკლემია. კი ბატონო. ხო, და ცნობა როგორ აბა მიდი იშოვე ხარ, სავდავიშოვე ხარ, ცნობა რომ აკლემია რა ხარ. ეს არის, ამიტომ ამ სადაც მიხოლდა იტყვი რომ მომეცი ცნობა რომ აკლემია, რომ იქ ეგრევე ჩაქსოვენ. ხო, აი მიდი შენ რომ არ არის თვა ჯამთელი. ხო, აი ნახე, მე მაგალითად აი ისეთ მაგალითს გეტყვით, სახელი ზაგვარიც გავშვით, ადვილად აი ესეთი არ იყოს, ადვილად ჩააჯანს ამ ფასში ნებისმიერ პირდაპირ მნიშვნელობით ომის დეზერტირი, რომელსაც უწევდა ჯანმრთელობის მდგომარეობით, ასაკით და იმის შემდეგ იმ საქართველოს ჩვენ და სამწუხაროდ მრავალრიცხოვან ომებში მონაწილეობა, ხელმოღერებული და გასვლუქ მიწებებული აბრალებს ომის ვეტერანს, ასე ზეგადად რუსეთ კავშირს და ასე შემდეგ და galაღებულია და ამაში ფულს იღებს. აი ესეთი სიტუაცია. ეხლა ნუ ეს ხო, მან არის ერთი მომენტი, ეგ არის რეალურად არის გარკვეული თვალსაზრისით იდეოლოგიური საკითხი, იმიტომ რომ ერთ ნაწილში იდეოლოგიურ მდგენელში არის ის, რომ სიტყვის თავისუფლება ეს არის აბსოლუტური უფლება და ყოველთვის უნდა გქონდეს, ანუ მისი პრიმატი უნდა იყოს და ის კანონმდებლობა, რომელიც აქამდე მუშაობდა, სწორედ აი ამ პრიმატით იყო. იქ ესეთ სიტყვებიც კი იყო ამ კანონში, რომ კომპეტენტური პრივილეგია, ხო? ანუ მდგომარეობა, როდესაც შენი სიტყვის თავისუფლება იმდენად უფრო მაღლა დგას, რომ აქედან გამომდინარე გეპატიება თუნდაც ცილის წამო ადამიანს ცილი დასწამო. ანუ აქ არის იდეოლოგიური მდგენელი იმაში მდგომარეობს, რომ რა უფრო მაღლა დგას. აი საინტერესოა და გავჩერეთ ეგ რატო დგას. სიტყვის თავისუფლება თუ სიმართლე, ანუ რა უფრო მაღალი ღირებულების მატარებელია, ხო? ჩვენ გონია ესე რომ ყველაზე მაღალი ღირებულება რაც არსებობს, რაც მართლაც არის აბსოლუტური უფლება, ეს არის ღირსება. და ყველაფერი რაც ღირსების წინააღმდეგ არის მიმართული, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ანუ ადამიანის დაცულობა, ხო, ანუ რა ღირსება არის შეულახავი. მათ შორის ყველაზე მძიმე კრიმინალის, ყველაზე მძიმე დამნაშავის ღირსებაც უნდა იყოს შეულახავი. ადამიანობას ართმევ უკვე. და ეს არის ქართული ღირებულებაც და ეს არის ევროპული ღირებულება წინამძვილეში. ეს არის იაპონურიც და კი ბატონო. ხო, მაგრამ კაცობრიობის თავი ღირებულება ეს არის ღირსება. მათი ლოგიკა მიდის რომ სიტყვის თავისუფლება ადვილად დადგენადი რამეა, ანუ მე ვთქვი და ეს არის ჩემი სიტყვის თავისუფლება, ღირსება, მორალი, ზნეობა, ესენი არ არის ადვილად დადგენადი რაღაცები, ანუ სხვადასხვა კულტურაში, სხვადასხვა რეალობაში, სხვადასხვა რელიგიაში, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში მორალისა და ღირსების სხვადასხვანაირი გაგებები არსებობს. ანუ ვისი ღირსების ელემენტს, ან მთელი ლოგიკა ამაზე მიდის რა, რომ შენ რასაც ღირსებულად თვლი, მეორე ჯგუფის ადამიანი მას ღირსებულად არ თვლის. და სად გავატაროთ ეს ზღვარი. მაგრამ სიტყვის თავისუფლება მე რო ვთქვი და მორჩა, ანუ ჩემი სიტყვა სიტყვაა. რატი მახსენა ხო ჩვენ და ზნეობრივი გარემო როგორ იქნება. ეხლა ჩვენ ვთქვათ რომ როგორ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ანუ როგორი კანონებიც გვაქვს, და სწორად თიგდებამდე ეს დაიწერა ხამურაბი და ეს იწერებოდა, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. და მოდელები არის სხვადასხვა ტიპის საზოგადოება. შეიძლება კანიბალური საზოგადოება იყოს და იქ ადამიანის შეჭმა ჩვეულებრივ ადამიანად ითვლება, მომიგე ომი უნდა შემჭამო და თავის ამბებია ხლიანად და ეს ძალიან ბუნებრივად უყურებენ ამ სიტუაციას და ესე ცხოვრობდნენ. ან რაღაცა თქვაც საზოგადოება არის, ხალის მდგომარეობა სხვადასხვანაირად უყურებენ, კაცის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ აი იქ სადაც შენახსენე, ეს არ არის მარტო რომ ხალ ამაზად მინდა ვილაპარაკო, ჯერ საერთოდ პრინციპში აზროვნების თავისუფლება უნდა იყოს, სიტყვის თავისუფლება
ну შეიძლება დარჩეს ვიღაც პირად აზრად რომ ეგეთი აბსოლუტური უნდა იყოს თუ არა ეს ასიზამს ეს იქნება საზოგადოება სადაც ყველაფერი მოსულა და არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს მაგრამ თუ გადავხედავთ ახლა ჩვენ რომ აი მაგალითად ლიტერატურას ახლა ჩვენ უფრო ახლობელი ჭუჭი მოვიხდით ხოლმე ევროპულ ლიტერატურას ევროპა რა არის ევროპა ჩვენ რომობთ ეს სიტყვის მასალად ვიციეთ არა იმიტომ რომ დავაკნივრ ეს არის ქრისტიანული ცივილიზაცია რომლის ნაწილი ჩვენც ვიყავით და ევროპული ქვეყნებიც ზოგმა მაპატიონ ხა დიდი პატივისცემით და ბეს რომ ბევრი ევროპული ქვეყანა არის იმაზე ადრე ვიყავით იმ ქრისტიანული საზოგადოების წევრები და გარკვეულწილად დაფუძნებლები ვიყავით ჩვენ იმ ქრისტიანული საზოგადოების მაშინ ისევ დიდი პატივისცემით და რუკაზეც არ არსებობდა ის ბევრი ეთნოსი რომელიც დღეს ახლა ჩვენ მსჯელობს ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული საზოგადოება ჩვენ იმ ცივილიზაციის ნაწილი ვართ რომელშიც ევროპის ქვეყნები ნაწილი ხდებოდნენ ამას მე პატრიოტულად და საგრძელოდ არ ვარ ეს ფაქტია და ეს ღირებულებებია აი ღირებულებით როცა ვიზებოდით იქ საზოგადოება იყო სადაც ღირსება იყო ასე ვთქვათ დაცული და ღირსებას იცავდნენ შუშანიკი რო ლაპარაკობდა მაგევრებთან რომ ღირსებას იცავდა შუშანიკი ადამიანის ღირსებას იცავდა და ამის შესახებ არის აბო ღირსებას იცავდა ის აგეოგრაფია რო არ და ღირსებას იცავდა და ადამიანის და ამას ამბობდა რომ გარდა იმისა რომ იცავდა მე ვარ არაბიო შემაყით ამბობდა და ამ ქართველებს ესე ნუ ექცევითო ეუნებოდა დაპყრობილ და მათი ღირსება უნდა და ანუ ამაზე ეხლა მე რასაც მინდა ვიზამ და რასაც მინდა ვიტყვი და არაფერი არ იქნება და ყველაფერი ეს დაახლოებით გავს ალბათ ლიტერატურა ვთქვათ აი ყველას აქვს წაკითხული ამიტომაც უნდა გქონდეს წაკითხული არის მაუგლის საზოგადოება გრადიატ კიპლინგის და ნახეთ იქ ყველგან არის როგორ და მოიქცე ბალუას სწავლის ხო ის ადამიანური სწავლება ის ხო ცხოველთა სამყაროზე არის მაგრამ ცხოველებზე ხო არ არის მაგრამ არის იქ ბანდერლოგების საზოგადოება აი სადაც ყველაფერი მოსულა და ბანდერლოგები ახლა არჩევალი მაშინ მან ამობე რომ შემთხვევით არ აღწერა ეს აი ეს არის ის განუკითხავი სიტყვის თავისუფლება ბანდერლოგები გახსოვთ ყვირიან რაღაცებს ირჩევენ რაღაცებს შვევენ ლისტვის აკეთებენ არიციან შეურაცხყოფა მათთან გახსოვთ ხო ეს მაიმუნების ესე ვთქვათ საზოგადოება აი ეს არის ამბავი იმიტომ რომ ამისი ქადაგება ესე რომ მოდი ცილის წამების თავისუფლება იყოს იმიტომ რომ მე მინდა რომ აი რატის მინდა რომ ცილი დავწამო და მე აბსოლუტურად უნდა დაცული ვიყო და დილით ადრიან უნდა ავდგე მით უმეტეს ახლა როცა ეს კანონი იღებოდა მაშინ სხვადასხვა Facebook-ი არ იყო და ახლა ნახე რამდენი იარაღები მაქვს დილიდანვე შეიძლება ავდგე ერთხელში ყავა დავიკავო და ამასაც აკეთებენ ახლა სამსახური მე ამჭირდება იმიტომ რომ დაფინანსებული ვარ და ეს არის ჩემი სამსახური მოვა ეს ვიცით მექანიზმი როგორ მოვიდა ბრძანება რომ ახლა მოდი დღეს მოდი X-ი გავამწაროთ მერე Y-ი გავამწაროთ და წავიდა ცილისამება და აბა რა ხა თავადაბო დავიწყეთ მოგონება აი ეგ არის სინამდვილეში ხაზის გავლება არის ძალიან მარტივი იმიტომ რომ ჩემი სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც ჩემი სიტყვის თავისუფლებით ბრძოლებში ილახება თქვენი ღირსება ამკენ გამომდინარე ამის გავლება მორალურადაც ადამიანურადაც სინამდვილეში ძალიან მარტივია და საერთოდ არ არის აბსტრაქტული გეთანხმები ოსიკოს სწორი აღნიშვნები ქონდა ეხლა და ესეც არის იგივე ქრისტიანული ღვთისმეტყველება ქართველი წმინდა მამების გარეშე არ არსებობს იმდენად დიდია მათი წვლილი ზოგადად ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში სიმბოლიზმში და ასე შემდეგ რომ ამის გარეშე არ არსებობს და ღირსებაც ხო ერთ-ერთი ყველაზე საკრალური და ორგანული სიტყვაა ქართველებისთვის ხო თუნდაც წმინდა მამებს ყოველთვის ღირს მამებს ვეძახდით ჩვენ და ესე მოიხსენიებდნენ ლიტერატურულ წყაროებში ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იმიტომ რომ ჩვენთვის ღირსება ცოტა განსხვავებულია კიდე უფრო ზეაღამატებულია ესე ვთქვა და ფაქტობრივად იცი რა არის გამიზნულად იყო ჩემი აზრით როდესაც თავის დროზე ეს სიტყვისა და ამოხატვის თავისუფლების ამ კანონში ეს ცვლილებები შევიდა თავის დროზე გულისხმობ სააკაშვილის ხელისუფლების დროს როდესაც მტკიცების ტვირთი მთლიანად ხეებზე გადავიდა ამით მოხდა ფაქტობრივად ცილისწამების წახალისება და მე ვფიქრობ რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი და მიზანი სწორედ ის იყო რომ აი ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებაზე ღირსებაზე დაერტყათ და უკვე განგრძობად პერიოდში ქონოდა ამას ყველაფერს ეფექტი. რა თქმა უნდა, როდესაც ეს ცვლილებები თავის დროზე მიიღეს 2004 წელი იყო 5 აღარ მახსოვს იმ მომენტში შეიძლება ამას ისეთი ეფექტი არ ქონოდა, მაგრამ განგრძობითი შესაძლებლობა ამ ყველაფერმა მისცა იმის რომ წახალისებულიყო და პოპულარიზაცია მოხდარიყო ცილის წამების და მე ჩვენ ხედავთ უკვე როდესაც ამას გარედან აფინანსებენ საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და ფაქტობრივად პროფესია დაქციეს.
ცილისწამება და ცილისწამებელი მათ პროფესიად აქციეს. აი ეს იყო ყველაზე მძიმე და რა თქმა უნდა აქ უკვე სერიოზული საფრთხეები არის. ეს არის ეს არის გამიზნული ქმედება. მე აი რატო იყო ჩვენთვის ეს კანონი მნიშვნელოვანი და მოტრიალება. ხა ეს უცებ არ მოხდებოდა, მაგრამ ეს იყო მიღებული არა იმიტომ რომ ვიღაცა სიტყვის თავისუფლების ახალისება უნდა და აი უნდა ესეთი იყო ეს სიტყვი და ბიჭო სოკრატეს ელოდებოდა ესე ათენში რა სიტყვისო იმასაც არ ელოდებოდა ხო და ახლა ასეთი რასათქმელს კი უყურებთ ხო აგერ ჩვენს დაგვიტყვია ხოლმე ეთერი რა მოგისმენია მე რეხი და ჯობდა არ დაგვეთქო ხო ვისაუბრია ჩვენ ამაზე ესე იგი მე რომ მკითხოს კაცმა მისი არ იყოს მე მეტი რა უნდა გადაგრიოს ღმერთმა რასაც მე თავი რომ მოიკლეს ახლა ერთხელ და ეთერში დავსვიო და მე ესე იგი ვფიქრობდი რომ ცეცხლისაგან ესე იგი ნუ ახლა ყოფილიყო და ეს არის ბანდერლოგიზაცია იყო მის მიზანი რომ საზოგადოების ბანდერლოგიზაცია მოხდარიყო და აბსოლუტურად არაფერი აღარ ყოფილიყო არანაირი ღირსება არ ყოფილიყო და ეს უნდა გითხრათ რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნდა ვთქვათ რომ გქონდეთ ამის მსხვერპლებს ვიღაცები არიან ფულს რო იღებენ და ისინი მსხვერპლი არიან მაგრამ ვიღაცები არიან თავის სიჩლუნგის გამო ამის მსხვერპლები ამ იდეოლოგიის და ვერ ხვდებიან რომ ბანდერლოგად უნდათ რომ აქციონ ამის ამ და მაიმუნად რო და საზოგადოება უნდა აქციონ აბსოლუტურად მოწყვლადი აი აბსოლუტური დაუცველი აი როგორც იტყვიან ნებისმიერ საზოგადოება კაკალს ჭირდება გარსი და ადამიანს ჭირდება და ეს არის და ის ევროპული ცივილიზაცია რომელიც ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია სუნთლიან ღირსებას ამ წერლობა ნახე თუ ამას გამოაცლი თუ ამერიკელო თუ გამოაცლი იმას შეუბატონო და აბა სურათს მოსწავლიან არის ღირსება და არ უღირსებობა აბა რომელი აი ხარ მინდა მე ლიტერატურის გაკვეთილი ჩავატარო თუ აბა ჰიუგო რასაც აბა რა არის ევროპა რა სუპერმარკეტია და ისაა რო იძახია მარტო კი ბატონო სუპერმარკეტიც აბა სუპერმარკეტი იმაშიც არის და ეხლა დღეს არის უკვე მაგის განსხვავება ეხლა ჩვენ ოპონენტებს რო კითხავთ ევროპა არის უკნევიჩიენი ჩემთვის თუ ბოლო დროინდელი ავიღებთ პერსონებს მაშინ ველბეკია მიშელ ევროპა და ველბეკის ტექსტებში სხვა შემთხვევითი არ არის როდესაც უკნევიჩიენის ადამიანების კრიტიკა არის მთლიანად მის ლიტერატურაში ზუსტად ხო ეგეთი ბიუროკრატების და ბიუროკრატების რომლებმაც ევროპა დაღუპეს და დაღუპის პირას მიყავთ და მისი რომანების შემოქმედება ამაზეა ძირითადად ხო ეს ქმნიან ამ იდეალები რო შეხედო აი მე-20 საუკუნეში ვის ქმნიან ღირსებას ქმნიან ადამიანს სად ხდება იმისი რასაკვირველი ხდება და ეს არის ბანდერლოგიზაცია რომ მოდი ბანდერლოგებად ვიქცე და როგორც გვინდა ისე მოვიქცევთ როგორც გვინდა ისე დავიმანჭებით როგორც გვინდა ადამიანები უნდა იყოს და ყველას ერთი აზრი უნდა ამ დროს ვინ გზნობს თავს კარგად იცი უღირსი ადამიანი გზნობს საზოგადოებაში სადაც უნდა უღირსობა საქმე ესეთი რომ ღირსეულად ყოფდა ცოტა უფრო რთულია ბწყალებში რომ ცოტა სწორი რთულია უფრო უღირსობად ყოფდა რა უნდა ახლა შემოიძრა ტანისაბოს და გადიირიე ხო მაშინ და რას გინდა ნუ ხო და აი ეს არის და თუ უღირსი კარგად გზნობს სულ ყველა უნდა გახდეს უღირსი მაშინ ეს არის კომფორტული გარემო მაგრამ ეს ეხლა აიმიტომ კი არ უნდა ვიღაცა შვენი ახლა რო თქვა და გადაგვარება და შეთქმულების და არა ეგეთი საზოგადოება რომელიც კარგავს ღირსებას მე აღარც სამშობლოს კარგავს აღარც სახელმწიფოს და არაფერი აღარ აქვს ეგეთ საზოგადოებას იმიტომ რომ ეგ არის ეს ამიტომაც არის ჯუნგლის კანონი და თუ უნდა ბავშვებსაც კარგად უნდა მასწავლოთ სკიპინგი სხვა პლანეტაზე ადამიანებს ალბათ თავისებოთ საქართველოს ვაჟებ შაველაყას რომელიც ღირსების შემიაზრით ყველაზე დიდი ავტორია მთელ სოფლიოში და ღირსებაზე მაგაზე დიდებული არავის არაფერი არ შეუქმნია მთელ სამყაროში და ის ხო ქართული ბუნებიდან აღმოცენდა ეს კაირაღა ესედა და იმას რო ეტყვი ტყუილად ნოიტყვითო ვაშკაცის აუქსო ამოს არა ზუსტად სწორმაზე ეხლა იქ რო თქვა რას ლაპარაკ აი ბოდი ხალუდა კეთელაური გადავიტანოთ ამ სიტუაციაში და აქ სიტყვის თავისუფლება და მე რა კაცო მოდი ეხლა ალუდა კეთელაურზე დილით გავიღვიძე ყავა დავლიე და მე ისე ვთქვა დამატულა რომ აგერ ჩავთე კომპიუტერი და ერთი ამისი დედაც იმის დედაც ამის დედაც იმის დედაც და აქედან თანაბოდის ეს შევთქვი გეგონება ვინმეს უყვირდეს ახლა და არ ვიცოდეთ ახლა და ეს ბილციტყვაობის ესე ვთქვათ ეგრე მოდაში შემოტანა ყველაფერი მოსულა რასაც მინდა ვიზამ როგორც მინდა იმას ვიზამ აი დავიწუწავ თავზე და ვიბასო ესე იგი მოკლედ ერთი ამ კანონმა უნდა არა ამ კანონმა უნდა იმუშაოს ხო აი კანონმა რო იმუშაოს მაგაზე მინდოდა აქცენტის გაკეთება ნუ პირველ რიგში ცხადია როდესაც ეგ იდეოლოგიური ელემენტი ვახსენე აქ არის პრინციპული განსხვავება არსებობს თავისუფლების გაგებასთან მიმართებაში ხო ერთ შემთხვევაში თავისუფლება არის თვითმიზანი აბსოლუტური ღირებულება და თავისთავადი მიზანია და
რეალურად თავისუფლება გულისხმობს ყველაფრისგან გათავისუფლებას. ეს არის ლიბერალური გაგება თავისუფლებისა და მეორე შემთხვევაში თავისუფლება გულისხმობს, მათ შორის ქრისტიანული თავისუფლება გულისხმობს პასუხისგებლობას. ანუ ყველა იმ საქციელზე, რასაც შენ თავისუფლად ჩაიდენ და შენი თავისუფლების გამოხატულება იქნება იმაზე პასუხისგებლობას, იმაზე პასუხისგებლობის გააზრებას, გაცნობიერებას და შემდეგ პასუხისგებასაც. ანუ მზად ხარ, რომ პასუხი აგო ამ ყველაფერს, ხო? ამ შემთხვევაში შენ ხარ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ნამდვილი თავისუფალი, როდესაც პასუხისგებისაც არ გეშინია იმ საქციელზე, რომელსაც შენ აგებ. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, ესე იგი, ფაქტია, რომ განსხვავდებით აი ამ ღირებულებათა კონტექსტში, იდეოლოგიურ ხედვაში, თავისუფლებისა და აღქმაში, ამაში განსხვავდებით, ისინი სხვანაირად ხედავენ, თქვათ რაღაცა ჯგუფი მეორეანად, მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს ამ მეორე ჯგუფს, რომ სხვანაირად ხედავთ. მთელი ამბავი რა არის, რომ შეიძლება თუ არა კანონი იყოს მოქმედი. ანუ მან იმოქმედოს, მან შეძლოს შედეგის მიღება. შედეგი ჩვენ ხო ის არ გვინდა, რომ რაღაცა ჯგუფის ადამიანები უბრალოდ ავდგეთ და რაღაცა კონკრეტული დანაშაულისთვის დავსაჭოთ, ხო? ანუ მიზანი ამ კანონის ხო არ არის უბრალოდ სასჯელების შემოღება, პრევენცია, გარკვეული პროცესების, ხო? გარკვეული მთლიანად ამ მთელი საკანონმდებლო შემოქმედებით პროცესს რო შევხედოთ ამ საგაზაფხულო სესიაზე, თითქოს მიზან მიმართული იყო აი ამ ჯგუფების განეიტრალებისკენ. ამ ჯგუფების, რომლებიც გარედან იღებენ დაფინანსებას, ანუ ეს იქნება გრანტების კანონი იქნება, ეს იქნება ვთქვათ ცილისწამების თემა იქნება, ეს იქნება თუნდაც წეღანახსენები, ღალატის საკითხი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო თითქოს იქითკენ მიმართული, რომ ეს ჯგუფების პოლიტიკაში ჩარევა იყოს განეიტრალებული რაღაც თვალსაზრისით, ანუ გარე ჩარევა იყოს განეიტრალებული, რა გარედან ზემოქმედება ჩვენს პოლიტიკურ პროცესს. მაგრამ ამასთან ერთად არსებობს კანონის ისეთი ელემენტები, რაც მე ვნახე, რომ მაგალითად არასრულწლოვნებს არ შეეხება რაღაცა დონეზე. თქვათ არ შეეხებათ ორსულ ქალბატონებს, არ შეეხებათ ქალბატონებს, რომელსაც 12 წლამდე შვილი ყავს და ასე შემდეგ. ანუ ესეთი ტიპის დაშვებები. რაც ჩემი აზრით ქმნის აბსოლუტურად მოყვებით ამ ჰუმანურ გადაწყვეტილებაში, ამ ასე ვთქვათ, ამ ადამიანების მიმართ, მაგრამ რაღაცა შიგნით ეჭვს მიჩენს, რომ აი ეს ჯგუფები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აქტიურობენ, ეხლა გააქტიურებენ არასრულწლოვან ბავშვებს, ანუ 18 წლამდე ბავშვებს, სკოლის მოწაფეებს ამ ნაწილში, ამ საქმეებში. გააქტიურებენ სწორედ იმ ტიპის ქალბატონებს, რომლებსაც 12 წლამდე შვილები ყავს. მე არ ვამბობ, რომ რამე კანონი კიდე ამაზე უნდა გავრცელდეს. არა, ამას აბსოლუტურად არ მე პრევენცია სჭირდება. მაგრამ როგორ ვახდებ გესმის, ანუ როგორ ვახდებ? აი კარგი თემა არის. როგორ შევდივართ იმ სივრცეში, სადაც უნდა გავანეიტრალოთ მათი ზემოქმედება სწორედ აი ამ პირველ რიგში თქვაც მინდა საინტერესო კითხვა რა თქმა უნდა, მაგრამ კონკრეტულ ინიციატივებს იმის რაღაცა ჯგუფების შეზღუდვა მოხდეს, ამიტომ არ ვიხილ. ჩვენ პირველ რიგში რაღაცაზე მუშაობას რო ვიწყებთ, აღვიქვამთ იმას, თქმა უნდა, არსებული გამოწვევას მიყავხარ კონკრეტული გადაწყვეტილებებისკენ, რაღაცებს უფრო განახებთ, ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ კანონშემოქმედებითი პროცესი არის მუდმივი პროცესი. და ის რომ ერთი კანონი დღეს კარგად მოქმედებს, არნიშნავს, რომ ხვალაც ისე ეფექტურად დაიცავს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ ამას დახვეწა, განვითარება ყოველთვის სჭირდება და ეს არის მუდმივი პროცესი და ესეთი ნორმები, ფუნდამენტური ნორმების გარდა რა თქმა უნდა არ არსებობს, რომელიც არის უცვლელი. ის უცვლელი ნორმები რაც არის, ჩვენს აღრიცხვამდე რაც იყო, იქვე მოყვება კაცობრიობას, მაგრამ აღსრულების მექანიზმებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცვლადი არის და დროში სხვადასხვა გამოწვევების შეფასებით მივით ეს უკვე ახალ ფორმებს იღებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ აი ამ ეს გამოწვევები გიბიძგებს კონკრეტული ცვლილებებისგან და გადაწყვეტილების მისაღებად, შენ მაინც ოდესაც წერ უკვე კანონს ფიქრობ, რომ ეს 10 წლის მერე, 15 წლის მერე, 20 წლის მერე კიდევ უფრო ეფექტურად დაიცავს იმ მიზნებს, რასაც ემსახურება წერის პროცესში. ამიტომ ჩვენ მაინც ამ სულისკვეთებით მუშაობ და ამ სულისკვეთებით ვიღებთ ნებისმიერ იმ ინიციატივას, რომელსაც მე პროექტიდან კანონის ფორმას ვაძლევთ. თუმცა რა თქმა უნდა, იგივე ეს გარეჩარევებიდან გამომდინარე ეს ამ საფრთხეებმაც რა თქმა უნდა ბევრი რაღაცა დაგვანახა და ამ ხრივ ძალიან მიშვებული იყო, ესე ვთქვათ. ჩვენთან რეგულაციები და ფაქტობრივად ესეთი რეგულაციები სხვა არც ერთ ქვეყანაში არ ხდებოდა, რაც საქართველოში იყო, როგორც აქ იყო და ჩვენ ახლა ხო ხედავთ, რომ ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენებებს იძლევიან იმისა, რომ თუნდაც ბოლო არჩევნებზე პოლიტიკურ ჯგუფებს აფინანსებდნენ ცალკეული საერთაშორისოები და ეს პოლიტიკური ჯგუფები შეფუთული იყვნენ ვითომ NGO-ებად და სინამდვილეში პოლიტიკაშიც რადიკალებზე უფრო რადიკალები არის.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ საფრთხების განმეტრალება არის ხოლმე ჩვენი ვალი და აქედან გამომდინარე, ესეც ხოლმე მარტო დღეს არ არის, ზოგადად დღესაც ხვალაც უნდა იყოს დაცული, რომ გარე ძალები, საბისი სუბიექტური ინტერესები ჩვენ სახელმწიფოში არ იქცნენ, იმიტომ რომ თუ მტერი ადრე მოდიოდა იმითი, რომ იარაღით გესმოდა თავს, დღეს არის იმის საფრთხეების, რომ ჰიბრიდული ომის მექანიზმები ძლიერდება და აქედან გამომდინარე, ამაზე გჭირდება რეაგირება, რა თქმა უნდა. მე თუმეტეს, ოდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაციური ჯარები არც თუ ისე შორს დგანან თუნდაც თბილისთან. ამიტომ ამ მხრივ კომპლექსურია ამ უსაფრთხოების მიმართულებაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცალკეულ ჯგუფებს, ვიცით რა არის, მე მაინც ესე მიმაჩნია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ არის საკმაოდ ეფექტურიც, რომ თუ ორგანიზება მოხდება, თქვა და იგივე არასრულწლოვნების გააქტიურება სჭირდება, ისახავს ვიღაცა მიზნად და ესეც საქმიანობას ეწევა. ეს არის დამამძიმებელი გარემოებები ადამიანისთვის და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იწყებს მოქმედებას იგივე ბავშვთა კანონში ჩაწერილი სხვადასხვა მუხლები იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს აქედან გამომდინარე და ჩვენი სახელმწიფოსთვის 18 წლამდე ადამიანი არის ასე ხედავს ბავშვთა კოდექსიდან ხედავს პირველ რიგში ამ პოლიტიკიდან ჩვენი ქვეყანა აქედან გამომდინარე ციტა არის ეს არის მუდმივი პროცესი უბრალოდ აი ეს შიდა ძალები ასე თქვენ საუბრობდით მე ვფიქრობ რომ ისინი თავის თავს იმდენად მიერეკებიან პოლიტიკიდანაც და ყველაფრიდან რომ ამ შემთხვევაში უკვე ხელი აღარ უნდა შეუშალო აცადო და კიდევ უფრო მეტად გაინადგურებენ საკუთარ თავს რაც სამართლიანიც არის და კანონზომიერიც უბრალოდ მე ერთ ამას აღნიშნავ კიდევ რომ აი თერმა ამ პროცესებმა რაც კანონშემოქმედების დონეზე გქონდა ჩვენ ფაქტობრივად ლუსტრაცია მოახდინა ძალიან ბევრი რამის და ძალიან ბევრი აღიარებითი ჩვენება დაიდო ისე რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა და საზოგადოებამ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ნახა არგუმენტირებულადაც ესე ვთქვა და იმიტომ არის რომ მათ ქართველი ხალხის ერთობადანება ვერ გადეხეს მიუხედავად ის ძალიან დიდი მცდელობა ჰქონდათ ამისი და ძალიან ბევრი დახარჯეს იმისთვის რომ ესე მოხდარიყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ერთსულოვნება და ერთიანობა ვერ გადეხეს და ეს არის თავი გასაღები რა თქმა უნდა იმისა რომ ჩვენი ქვეყანა ამ რთულ турბულენტურ გარემოში ვატარეთ ისე რომ საქართველოში არის შენარჩუნებული მშვიდობაც და რეგიონში საუკეთესო ეკონომიკური განვითარების დონეც. ამ თავისი პარამეტრებით არის ლიდერი დღეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების პროცენტული მაჩვენებელით და ამას ახლა ვინ არჩუნებთ და ყველაფრის ფონზე თან ხო ამ ყველაფერს ხო თავისი მიზნები ქონდა, როდესაც თქვა პოლიტიკურად ვერ გიგებენ, ცდილობენ რომ ეკონომიკა დააზიანონ, ეკონომიკური პრობლემები შექმნან და როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ამაზე წამსვლელი იყო. ხო, რომ გიღირდეს შენ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი მოხდეს, ბომბები ცვიოდეს და ამაზე ხელი მოითბო. აი ეს არის მორალური სახე იმ რადიკალური ოპოზიციის, ვინც ჩვენ ოპონირებას გვიწევს. და ვინც რა თქმა უნდა არც ბავშვების გამოყენებას მოერიდება, არც სურსული ქალების და არაფრის გამოყენებას არ მოერიდება, მაგრამ ამისი სივრცე და საშუალება მათ არ ექნებათ ამას ნამდვილად გეტყვით. მე მინდა ვისარგებლო ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა გიორგი მეს მგონია და ამაზე ღირს შეჩერება და მე მინდა გთხოვო როგორც მეგობარ და პარლამენტისებს ვიცი რომ შენ წუხილიც არის და ნიშანდობლივია რომ პარლამენტი ახლა გახშდა ხელისუფლება მივიდა ისევ განათლებამდე და უკვე არა ესე ფორმალურად ამობს რომ არა გადაღებული რეფორმა არამედ უნდა შეიცვალოს განათლებისადმი აი არასრულწლოვანების პრევენცია რო თქვი და აი ამ მიმართულებით გექნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადასადგურებული თუ ჩვენ გადარჩენა გვიწერია იმიტომ რომ და გვიწერია აქ კითხვის ნიშანი არ შეიძლება არსებობდეს მაგრამ ეს გადის მხოლოდ აი განათლებას და აღზრდაზე ამ მიმართულებით ძალიან დაზიანებულია დღეს განათლების სისტემა იმიტომ რომ როცა შეთქვა მიდგომა ეს იყო გნება ის კი არ იყო უბრალოდ კანონი ეს იყო ფილოსოფიური მიდგომა სოფხედველობრივი მიდგომა იყო რომ ეგეთი საზოგადოება დაშენელიყო და კარგად იცი რა და ჩვენ გვისაუბრია რომ ეს აღზრდის სისტემა არის დანერგილი ჯერ კიდევ სკოლაში. ეს სკოლა გემივით არის, გემს რას გულისხმობ, რომ გემი 12 მილიონი და 12 მილიონთან 2 კილომეტრი ნახევარია საზღვარი რომ მოუხვიოს. ეს არის ამას ახლა წლები უნდა, ეს არ არის დღეს უცებ ჩვენ ახლა პარლამენტმა კანონი მიიღოს და ესე ჩვენ როგორც საზოგადოებას ვაშენებთ. მაპატია ახლა მე არ ვაპირებდი ამ ლიტერატურულ მასე გადასვლას, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი წმინდა პოლიტიკისთვის წარმოვიდგინოთ ის მაუგლი. მაუგლი რა საზოგადოება ბავშვია, საზოგადოება, რომელიც უნდა აღიზარდოს და მის გარშემო არის რამდენიმე ტიპის საზოგადოება. ერთი არის შერხანის საზოგადოება.
ავტორიტეტი, რომელსაც თურმე ავტორიტეტი კი არ არის, დიქტატორი და ის არის და ჩვენ ეს მე მგონი გამოვცადეთ ჩვენს კისერზე. აი პირდაპირ ის საზოგადოება, რომელიც ჯუნგლებს ეუბნება, რომ მე უნდა ვიყო აქ და რასაც მე მომინდება, ისე უნდა ვიყო, ვისაც მინდა შევჭამ, ვისაც მინდა გავატყავებ, ვისაც მინდა და ასე მოვიქცევი და ეს ჩვენ გამოვიარეთ. ერთი არის საზოგადოება, სადაც იზრდება, სადაც ღირსები, აი მაუგლის ეუბნება, ვინც დია, რომ ეს არის ღირსეული და თავისუფალი საზოგადოება, რომელსაც თავის წესები აქვს. ბანდერლოგები და არც ის წითელი ძაღლები როგორია, ნაცის არ გვაკლია, რომელიც შემოესევიან ხოლმე ჯუნგლებს და სულ ყველაფერს ანგრევენ. აი სკოლაში თუ არ დაიწყოთ ამ მკვიდრება და აღზრდის სისტემა შემოვიდა იმ საზოგადოება, იმ თავისუფალი გაგება იმისა, რომ თავისუფლება არის, როდესაც თავისუფალი ვარ, როცა მე სხვის თავისუფლებას ვემპატივს და არა ისე, როდესაც თავისუფალი ვარ, რომ მე სხვის თავისუფლებას შევა, აი ეს არის სოფხედველობრივი გარდაქმნა. ამის არის ეს არის ჩვენ რასაკვირველია ჩვენი მწერლობის და ჩვენი სოფხედველობის მაგალითად მოხდეს. ეს არის ვაჟა, ილია და ნუ თავისთავად ეს ვიცით, აი აქ უნდა მოხდეს ისევ გარდატეხა და არა გაიდეალება იმისა. სხვათა შორის ამისი არ მინდა ხარბად წავიდე, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემები. სახელმწიფო მიდგომა ერთია, მაგრამ იგივე თუნდაც აი ახალგაზრდის ესე ვთქვათ მიდრეკილება ჩაშვების კანონისაგან, რომელიც ძალიან სახიფათოა. ეს ის კი არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ზურგი უნდა აქციო, მაგრამ ახალგაზრდას ესე მოუწოდო, რომ შენ ესე გინდა თუ არა უნდა ესე ვთქვათ, ეს არის იდეალური, ესე ძალიან ძიმე შედეგებამდე მიყავს და არადასტურებს ამ სოფლიო გამოცდილება, რომ ეს კარგია. მოკლედ ჩვენ ამ მიმართულებით გიორგი აჩეთქვე, ესე იგი აგარი განათლებამ უნდა იტვირთოს და არა სასჯელმა. სასჯელით არ არის, უნდა აი მე რო უყურებ ახლა ძველგარდას რაც ავარდა, არა ეს ბაიძამეთ ახალგაზრდული არ არის, რაც ახლა ჩვენ ქუჩაში უყურებთ, მაგრამ მე რეალურად უყურებ და ეს ჩვენ უნდა ავიღოთ თვითონ ადამიანს პასუხისმგებლობა და ის ახალგაზრდები რო არიან, იმათ თავის პრობლემა აქვს ახლა. ვინც ველგაზრდებს, მაგრამ ახალგაზრდებს იმიტომ რომ ხშირად უყურებთ, რომ აი მართლა არიციან უბრალოდ რას შვებიან და ეს არის აი გარემოს ბრალს კი არ ვიტყვი, აი რომელიც გარდასაქმდელი, აი გარემოში მოხვედრილი ადამიანებს. ეს არის მაუგლი, რომელიც არასწორ გარემოში მოხვდა, დიდხანს აღმოჩნდა ბანდერლოგებთან და ბანდერლოგებმა შეასწავლეს, რომ უნდა მოიქცენ როგორც გეთახები ვასიკო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, განათლებას და ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებული სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაღწევა დღეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომელსაც უკვე ყისიერას ჭირდება სწორი მიმართულებით წაყვან. და ნაციონალური მოძრაობის დროს სამწუხაროდ განათლების მიზანი მათ შემთხვევაში იყო პავლიკა მაროზოვების, კოლექტიური პავლიკა მაროზოვების გამოწვრთობა. და ჩვენ ხედავდით, რომ ისინი ამას აკეთებდნენ რეალურად და აქტივში დღესაც ხედავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გვაგონებენ პავლიკა მაროზოვებს. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის მიზანი, მინდა ესეთი ადამიანები მარტივად მართვადია, მარტივად გამოსაყენებადია და მათი მიზანი იყო არა ის, რომ თავისუფალი და ძლიერი საზოგადოება შეექმნათ, არამედ პირიქით მორჩილი და სურვილების ინტერესების გარეშე ყოფი აი ყველაფრისგან დაცლილი საზოგადოება შექმნათ, რომელსაც მარტივად მართავდნენ. ჩვენი მიზანია რომ ის იყოს ისეთი საზოგადოება, რომელიც ნამდვილად იქნება თვითონ ხელისუფლების წყარო. ამიტომ აი ეს ღირებულებითი სხვაობა, რა თქმა უნდა, ფუნდამენტური არის ჩვენსა და მათ შორის. ეხლა მნიშვნელოვანი რაც არის თქვენ ალბათ უსმინეთ პრემიერის ანგარიშსაც პარლამენტში, რომელიც ერთად დაიხურა საგაზაფხულო სესია და ერთ-ერთი პრიორიტეტი არის სწორედ ის, რომ განათლების მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებები უნდა განხორციელდეს. ამისთვის პრემიერის დონეზე არის შექმნილი სამუშაო ჯგუფი და სულ ეხლა ხანს იყო კიდევ ესეთი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მუშაობა მიდის, ცხოველი მუშაობა ესე ვთქვათ, კონცეფციაზე, რომელიც ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი და ეს კონცეფცია იქნება იმ ხედვის მაჩვენებელი, რომელიცაც უკვე ჩვენ წავართ სწორედ იმისკენ, რომ თავისუფალი და ზნეობრივად ეროვნული საზოგადოების ვთქვათ გაძლიერება შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად ვიყავით რის წინაშე, არის განათლება, არის ინფორმაცია. განათლების მხრიდან პრობლემები ჰქონდა და ინფორმირებული მოქალაქის მხრიდან ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა. ორივე მიმართულებით, ხო? და დღეს ფაქტობრივად ინფორმირებული მოქალაქის უზრუნველყოფა შევძელით და ეხლა მნიშვნელოვანი არის, რომ განათლება განვითარდეს ისე, რომ ის პრობლემები, რაც არის ამ მხრივ, იყოს აღმოფხრილი და ამან ხელი შეუწყოს მომავალი თაობების სწორად ქართულად, ტრადიციულად, ეროვნულად და სახელმწიფოებრივად აღზრდას.
ანუ მან არის ესეთი საკითხი, რომელიც მინდა რომ შემოვიტანო, იმიტომ რომ ეგ თემა ძალიან დაკავშირებულია იმასთან, მართლაც რა ტიპის საზოგადოებას ვაშენებთ, რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ ზოგადად და რა არის ამ სახელმწიფოს ძირითადი, ესე ვთქვათ, мотиваცია, რაზე დგას ეს სახელმწიფო, იმიტომ რომ თუ ჩვენ შევხედავთ იმ პერიოდს, რომელიც ვახსენეთ 2004 წლიდან, როცა ეს კანონები იცვლება, როცა განათლების სისტემა იცვლება და ასე შემდეგ, ხო? ეს არის მოცემულობა, სადაც ერი როგორც კოლექტიური ერთობა არ არსებობს. ანუ ერს არ აქვს თავისი არსებობის, ესე ვთქვათ, მდგენელი. პირიქით, ეს არის ინდივიდუალისტური საზოგადოება, რომელიც ასახული იყო კანონებში, ასახული იყო მიზნებში, ასახული იყო მათ შორის აი ზოგად განათლების ეროვნული მიზნები რო ავიღოთ, იქაც ეს ყველაფერი შავი თეთრზე ეწერა, რომ ინდივიდის აღზრდა არის აბსოლუტური მიზანი და ეს ინდივიდი რა არის ხა რეალურად რო შევხედოთ, ანუ რატო არის პრობლემა, თორე ხა რა თქმა უნდა ინდივიდებთან არა გვაქვს ჩვენ არანაირი პრობლემა, ინდივიდი უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი და მაგრამ ის ამასთან ერთად უნდა გრძნობდეს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში იმ სოციუმის მიმართ პასუხისგებლობას, რომელიც სოციუმშიც ის ცხოვრობს, ხო? აი ამ პასუხისგებლობიდან დაცლილ ინდივიდებზე იყო ორიენტირებული ის სისტემა, რომელიც სისტემა ჩვენს გამოვიარეთ და რომელიც სისტემა ჩემი აზრით ფუნდამენტურ გადააზრებას საჭიროებს. ანუ როდესაც საუბარია მაგალითად განათლების რეფორმაზე, რეფორმა კი არა, აქ არის ზუსტად პრინციპში რომ შევხედოთ, ანუ ფაქტობრივად იგივე ტიპის სამუშაოა გასატარებელი, რაც მიხეილ სააკაშვილმა გაატარა, ოღონდ საწინააღმდეგო მხარეს ამ შემთხვევაში. ხო, ანუ მან მთლიანად გარდაქმნა მანამდე არსებული სისტემა და ეს სისტემა ახლა საჭიროებს მთლიანად გარდაქმნას ხელახლა. ხო, ანუ მთლიანად გადააზრებას საჭიროებს და არა უბრალოდ რაღაცა ფორმების შეცვლას შიგნით. ანუ თელს კი, ყველაზე ცუდი რაც იყო ალბათ და ხა შენ სწორედ აღნიშნე, განათლება ნიშნავს პასუხისგებლობას პირველ რიგში. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის მაღალი პასუხისგებლობით, ის ცუდად არ ექცევა სხვას, ის ორიენტირებულია სიკეთეზე, ის ორიენტირებულია სიყვარულზე, ის ორიენტირებულია შემწყნარებლობაზე და რაც უფრო განვითარებაზეც, რა თქმა უნდა, და საქმის სწორად, კეთილსინდისიერად და კარგად კეთებაზე. ვიცი, გულისხმობდა ერთად თქვა, აი განათლება და აღზრდა. თქვა შევეს ერთი რაც მოხდა წინაშე, აღზრდა გამოიყვანეს. ბატონო, საერთოდ თუ არ ყოფილიყო აღზრდის საკითხი. ესე ვთქვათ, სალდაფონურად გადაწყვეტეს, მოდი ხე მას შევიყვანთ მარტო ხარ გამოიყვანეს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომ ადამიანებს განსაკუთრებით ისეთ ოჯახებს, რომელსაც ეკონომიკური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რიყავდნენ საერთოდ საგამართლებლო სისტემიდან. ბაღები გახადეს ფასიანი, გვახსოვს, ამას შესაძლებლობა, ანუ მშობლებს აღარ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ ბავშვები ბაღში წაიყვანათ, ბევრმა კიდე სამსახური დაკარგა ამის გულისთვის, ეს სოციალური მდგომარეობა გაუარეს და ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოში მერე ბაღებს ყიდნენ და ეგ საკუთარ ოფისებს ხსნიდნენ და მე ვფიქრობ, რომ ამასაც სხვა დატვირთვა ჰქონდა, ეს განგება არ იყო. მაინდა-მაინც მიზანში ამოღებული, რომ ბაღებში უნდა ყოფილიყო შენობებში მათი ოფისები, ამას შეიძლება დღეს ბევრს არ ახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ესე იყო და სკოლამდელი განათლებიდან გარიყეს ძალიან ბევრი ბავშვი, მაგის მერე იგივე საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები გახადეს ფასიანი, გახსოვს იყო და ესეც უკვე სახელმძღვანელოს გარეშე ტოვებდა ბავშვს. ანუ ამას თავისი კონკრეტული მიზანი ჰქონდა და მიზანი იყო ის, რომ 5 წლის მერე, 10 წლის მერე, 15 წლის მერე გაუნათლებელი საზოგადოება მიიღო ჩვენს ქვეყანას. ეს იყო მაგის მიზანი. იმიტომ რომ აი ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მეტასტაზი იყო ის, რომ ის მარტო იმ დღეს კი არ აშავებდა, რასაც აშავებდა და ეს ვიცითასაც აშავებდა ხალხს კლავდა პირდაპირ კუჭაში და ასე შემდეგ. მაგრამ კიდე უფრო მძიმე რაც ჰქონდა იმ რეჟიმს, ზუსტად ის იყო, რომ ის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებას და გეგმავდა ისეთ აქტივობას, რომელიც თავისი თავი უარყოფითად, რა თქმა უნდა, 10, 15 და 20 წლის მერე უნდა ეჭინა ჩვენს ქვეყანას. იზრდიდა ახალ ადამიანს არ კი ბატონო. და თან ერთი მომენტია, რომ გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, ხო, მე თმან მეორე ნაწილიც არის, რა განათლებას აძლევდა შიგნით, ვინც შედიოდა, ანუ ერთია, რომ რამდენად ხელმისაწვდომი იყო ზოგადად განათლება, რამდენად შეგეძლო შესულიყო საგანმანათლებლო სივრცეში. და მეორე იყო იქ რა განათლებას ნახო, ამას წინათ ნახე ერთი კვლევა ძალიან საინტერესო. განათლება და მიმომატოთ აბეს გულისხმობდა აღზრდას, ეს არის მარტო ის კი არ არის, რომ ხო, განათლება და აღზრდა ეს იყო შეერთებული
განვითარებული სიტუაცია. კი. ყოველთვის, იმიტომ რომ ორჯერ ორი კი არ უნდა იცოდე მარტო რა არის. რაში უნდა გამოიყენო და როგორ გამოიყენო, ეგ არის თორე ეგრე შეიძლება ეს ასწავლო და მოკლედ ხმალი როგორ უნდა გამოიყენო, ლესვაც უნდა ასწავლო, მაგრამ როგორ გამოიყენო, თორე ხმალი ჯალათიც იყენებს ხმალს. ელემენტარულია, თუნდაც ეხლა როდესაც ცენტრს ვაძლევთ მოქალაქეს ხო, ჩვენი მიზანი არ არის მარტო ის, რომ ეტლი მისცე. მიზანი არის, რომ ინდივიდუალურად მოარგო და მიზანი არის, რომ ის ელემენტარული ცოდნა მისცე, რომელიცაც ის თქვა დამოუკიდებელ გადაადგილებას შეძლებს. იმიტომ რომ მიზანი ეტლის მიცემა არ არის, მიზანი არის ადამიანის დამოუკიდებელი გადაადგილება. და ამასთან ერთად რომელიც არის კომფორტული და უსაფრთხო. ინფრასტრუქტურის მოწყობა ამ ყველაფერთან მიმართულებით. ცხადია, მთელი კომპლექსია ხო და. ანუ რის თქმა უნდა, იცი ამას წინათ ნახე ძალიან საინტერესო კვლევა ერთმა კარგმა ადამიანმა ჩაატარა ეს კვლევა არჩილ სიხარულიძე და ესე იგი 75% საგანმანათლებლო უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში პროგრამებისა არის იდეოლოგიურად ორიენტირებული. ისინი ეხება ან ევროკავშირში ინტეგრაციას, ან რაღაცა ვთქვათ ადამიანის უფლებების იმ ტიპის გაგებას, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, ან ატოში ინტეგრაციას, ანუ მეცნიერებას არ ეხება 75% პროგრამების. სამეცნიერო სწავლება არ მიმდინარეობს. ის 25% რაც დარჩა ის ხო კიდე თავისებურად ტრაგიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ თავისთავად წარმოიდგინე ბავშვი, რომელიც შედის უმაღლეს სასწავლებელში, სასწავლო პროგრამების 75% მის იდეოლოგიურ განვითარებას ეხება. და ის ხდება აბსოლუტურად ამოგდებული აი ამ ჩვენი სოციუმიდან, რომელ სოციუმშიც ის და აი სიტყვის თავისუფლებიდან, რომელიც ახალ ადამიანზეა, დავინახეთ, რომ ეს სიტყვის თავისუფლება და დავინახოთ თქვა. ხო, იმიტომ რომ ნაწილია ერთ-ერთი სვეტი ყოფილა ის კანონი, ვიღე ერთ-ერთი სვეტი იმ დიდი სივრცისა, თუ შეიძლება ითქვას, რომელიც სინამდვილეში ახალ ადამიანზე არის, ახალი ადამიანი, რომელიც მე გავიმეორე ბანდერლოგი რომელიც იქნება რომელიც დაცლილია პასუხისმგებლობისგან მაგრამ ეხლა ამას ხო ნაკადი უნდა ეხლა ნახე რომ ვიძახით ამ კომუნისტურ სკოლას ეს კომუნისტური სკოლა როგორც არ უნდა შეხედო ეს იყო ძალიან მწყობრა და გაცვლილი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე იმ მიზნებისთვის რაც ჰქონდათ მათ შორის ესე ხელწამოსაკრავად დღეს არავინ არ თქვას რომ განათლებას არ აძლევდნენ არა სწორედ იმ შვედიერ განათლებას აძლევდნენ და ის საბჭოთა სკოლა იყო ატომებსაც იგონებდა და თვითონებსაც აკეთებდა ოღონდ იდეოლოგიური დატვირთვით უნდა ყოფილიყო ამას ემსახურებოდა ყველაფერი და ესე იგი სრულიადაც არ არის რაღაცას ხელი წამოკრა და მათ შორის ფორმა რო უნდა ქონოდა თანასწორობის თემა რო უნდა ქონოდა ის ყველაფერი თავის ღირებულებთან იყო მაგრამ თავის მიზანთან იყო ის რდიდა შესწორად ეს სასაკუთრებო სააკაშვილს არ მოფიქრებია მე ეს გამზადებული და ბევრი საერთოდ არ იცოდა ამის მნიშვნელობა მე მახსოვს ეს როგორ ხდებოდა ჩემთვალწინ და უბრალოდ ადამიანებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ეს იყო აბა მოდი ხაბა ის გავხადოთ ეს მინისტრად დავნიშნოთ ეს არ დავნიშნოთ ეს მორა რაღაცა მე დავინო აი ეს მოდიოდა გამზადებული თემა და მოხდა და ეს თემა მოეწყო იმ ახალ ადამიანს რომელსაც ეს ჩემი და შენი ფანტაზია რომელსაც ამას ამბობდო ჩვენ უნდა შევხვდათ ის ადამიანი უნდა გარდაქმნილიყო და ეხლა რა ჩვენ კვლევა თქვი სწორედ იმიტომ რომ ეს არის ადამიანი რომელიც ამ მეცნიერება და ეს საერთოდ არ ჭირდებოდა ამას მე შევხვდი რომ ადამიანებს რომელიც ამას ამბობენ თქვენაც არ ჭირდებათ საერთოდ და იზრდებოდა ეს განათლების სისტემა ახლა რომ წინასწარ ასეთი დაგვიტყვირდა რომ უნდა პატივისცემა გამომავლინო და იდეალური სამჭედლო NGO-ს რომელიც ყველაფერი იცის ესე ვთქვა და მზად არის სემინარები მოაწყოს სოფლის მეურნეობის შესახებ თან მოღუშული სახეები და აქტიურად და გრანტი აიღოს მაგრამ სხვა არ იცის და დამყნობა არ იცის და ჩვენ ეს თანდათან ეს უნდა დავკარგოთ ეს ჩვევები აი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავაკარგოთ იმ NGO-ს რომლებიც საერთოდ და ჩვენ უნდა ხმამაღალი სიტყვები ვთქვა რა აი ესეთი კონფერენციები ძალიან კარგი პროფესია გაჩნდა ამ პერიოდის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტი აი ეს არის აქტივისტია რომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კონფერენცია რო კითხავ ადამიანს რა პროფესიის ხარ რომ გეტყვის სამოქალაქო კაზუსი იყო ერთი და იგივე საინფორმაციო გადაცემაში ერთი და იგივე პირი ჯერ იყო როგორც პარტიის ანუ ტიტრებში ინტერვიუს აძლევდა 5 წუთის ინტერვალში როგორც პარტიის თავმჯდომარე და მე როგორც სამოქალაქო აქტივისტი ხო და რატომი დაგითხრა ახლა ეს მაგრამ ეს ახალი ადამიანი ეხლა შეიცვალა მაგრამ აი ხლა ამ შეცვლას და ამ სოფლდოდებას რომელიც თან იკვეთება რასაც უყურებ 3 წელია ხო დაახლოებით თუმცა შეიძლება დუღილი იყო მაგრამ აი რაც 3 წელია ოცნება სოფლდობრივი პოზიციის გამოკვეთას
ცდილობს თქვა ჯერ ესე უკვე რაღაც კონტურებს ალაგებს. ამას უნდა მოყვეს აუცილებლად აი ეს ადამიანის ისო გადმოწყობა, იმიტომ რომ სკოლა მინიმუმ დარჩა თავის ნებაზე ამ ხნის რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვთქვათ ესა მოუცლელობა გარედან ნუ რაც კიდე ახლა მოდი კარგი მიზეზები ვთქვათ ხო ესე კარგი როგორ უფრო საპატიოსკენ წავიდეთ და დარჩა თავის ნებაზე ამას სასწრაფოდ თუ ეს არ მოიქაჩა და უკან არ გადმოვიდა და ეს სკოლა და განათლებაზე აღზის სისტემა არ შეესაბამება ამ მიტოვებას ამ ახალ რეალობას ჩვენ ლოზუნგად რას ვიტყვით ეს აბსოლუტურად ამას არ შეცვლის თუ ის აქ თუ ვაჟა-ფშაველა ხანდახან გაგვახსენა ხოლმე ჯერ კიდე მაგრამ სკოლაში უკაცრავად პასუხია და იმ სოფხედველობამ ის სულელად გამოაცხადა და მე ხაერზე არ ვლაპარაკობ სკოლის სწავლებია ის სოფხედველობა რაც სკოლაში მკვიდრდება ვაჟა-ფშაველას ისინი სულელად არიან ფაქტობრივად. აი სულ არ უნდა ამის ლაპარაკი და გვერდზეა გარიყული. იმას არ ჭირდება ეგ სიტუაცია და მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დღეს, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ სანდოხელში არის ჩვენი საკანონმდებლო სისტემა და იმ კონცეფციაზე მუშაობა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან მიმდინარეობს და უკვე როგორც ვიცი, საფინალო ეტაპზე არის და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ ძალიან კარგი დოკუმენტი დაიდება, სამოქმედო გეგმა, სამაგიდო წიგნი გნებავთ, რომელიც ამ პრობლემებს გამოასწორებს. ფაქტობრივად ეს ტენდენცია უკვე მაინც არის დაწყებული, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხების დროს ზუსტად ის იყო, რომ ფაქტობრივად იმათ უნდათ, რომ სკოლები გადაექციათ NGO-ებად და უმაღლესი სასწავლებლები გადაექციათ NGO-ებად და ამისკენ მიდიოდნენ ისინი და ამ NGO-საც ასაღებდნენ თითქოს თქვა სამოქალაქო საზოგადოებად. მაშინ როდესაც ის NGO-ები, რომლებიც მათი მხრიდან იყვნენ სწორედ წახალისებული და დღესაც ხედავთ, რომ აღრეულები არიან ზუსტად აი ამ რადიკალურ ოპოზიციასთან, საერთოდ ნულოვანი ნდობით სარგებლობენ საზოგადოების მხრიდან და მათ საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ გააჩნიათ და შეუძლებელია ის ხალხი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომელსაც საზოგადოება უბრალოდ არ ენდობა. ხო, ეს გამორიცხულია. ხო, იმიტომ რომ რეალურად სამოქალაქო საზოგადოება არის ის ხალხი, ვინც მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში. მათ შეიძლება არ ქონდეთ პოლიტიკური ამბიციები და შემდეგ, მაგრამ საზოგადოება ენდობა და საზოგადოებაში უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს გზას. კი, ქართულ ეროვნულ გზას. ბაბადება დღეს რაღაც ლიტერატურის მოძალეობა მოიტანა, მაგრამ უნიშნულოვანეს აი გეტყვით ახლა ლოზუნგად შეიძლება გამოდგეს, რომ აბოსამებაში წერია სკოლაში რა სწავლია. ჩვენო საშინელ დღეში ვიყავით ორკეინით, იმითო დღეს საშინელ დღეში ვაგდებდნენ ყובה. ივანე საბანიძე, მაგრამო მაინც ქვეყანა მოიქაესა ცნობილი ლერწამივით ვეხრებოდითო კარდა, მაგრამ ჩოულებისამებრ მამულისა სულაი არ დაგიგდიაო. აი ხლა იყო მცდელობა, რომ ჩოულებისამებრ მამულისა სულაი გადაგვიხვია და ეხლა უნდა დაუბრუნდეთ კომპლექსურად. პარლამენტით, სკოლით, განათლებით, საზოგადოებით, აი ეს და ჩვენი ერთი ინსტიტუტი ამას ვერაზროს ჩვენი ჩვეულებრივი სულა ეს ღირსების დაცვა, ეს განათლებისადმი სწრაფვა, აი ეს უნდა დაუბრუნდეთ. იცი რა, მე მგონია რომ სწორედ ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ანუ სტრატეგიულად ამის დანახვა იმისა, რომ ეს არ ეხება ერთ რაღაცა კონკრეტულ სფეროს. და ეს არ არის ამოგდებული საკითხი, ანუ რაღაცა აი აქ რაღაცა პატარა ეპიზოდში რაღაცას ვიზავთ და მე ის სხვა იზავს და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს პირველ რიგში არის მე მგონი გასახსნელი ის დისკუსია თუ რას ნიშნავს ქართველი ერი. იმიტომ ჩვენ ამაზე არ გვაქვს საბოლოო პასუხი, მე ყველა ახლა სამივეც კი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ იდეოლოგიურ კონტექსტში ვხედავდეთ ქართველებს, მაინც რაღაც შეიძლება სხვადასხვა რაღაცეები ვთქვათ ქართველ ერთან დაკავშირებით. მე გარეთ თუ გავედით, კიდე გაიშლება ეს დისკუსია და საერთოდ სადამდე მივალთ არავინ არ იცის. საბოლოო ჯამში ეს თემა რატო არის მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, რომ ქართველი ერის წარმომავლობაზე, ანუ არა ისტორიულ წარმომავლობაზე, მის რაღაცა იდეოლოგიურ, კულტურულ წარმომავლობაზე, სოფხედველობრივ წარმომავლობაზე შეთანხმება და მის მიზანზე შეთანხმება, ანუ სად მივდივართ? საით მივდივართ ჩვენ როგორც ერი და არა როგორც ინდივიდები, რომელიც ამ ერში ცხოვრობენ, იმიტომ რომ ის კულტურა სწორედ რომელიც წინაზე, რომელიც მკვიდრდებოდა, ემსახურებოდა იმას, რომ თუ თქვა საქართველოში ვერ მოიკიდებ ფეხს, ну წახვალ საზღვარგარეთ და იქ მოიკიდებ კაცო, იქ იცხოვრებ, იქ მიიღებ განათლებას, იქ დასაქმდები და თავარია შენ კარგად იცხოვრობ და ხა სად იცხოვრებ, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ამაზე იყო აგებული მთელი კულტურული ნარატივი და
თუ შემოვატრიალებთ ამას და ვიტყვით, რომ რას ნიშნავს მაშინ ქართველი ერი, რაში მდგომარეობს და თითოეული ინდივიდის პასუხისგებლობა ამ ერთთან მიმართებაში რაშია, აი იქიდან შეიძლება უკვე გამომდინარეობდეს გაგვინდა განათლებაში, რა გვინდა ვთქვათ იმ კულტურაში. ეს ნიშანდობლებს გაგაწოდებ და არ გამოგჩეს ეს აი როგორი მასშტაბი ქონდა და როგორ იყო ჩაფიქრებული. მიზან მიმართულად მიდიოდა ამოძირკვა, აი საშლელით კი არა, საჭრეთელით სიტყვაგია ცნება სამშობლოს. აი გუნდა მეთქვა სამშობლო და ეხლა უკაცრავად პასუხია. ეს ძალიან საინტერესო კარგს კი არნიშნავს. ჩინური წყევლაც არის საინტერესო დროშიო, ხო? ჩინელებს მიაწერენ, ნუ გაცხოვრო, მაგრამ მე ვიფიქრე ხო ამ ადამიანებს შევიხედია, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რა სამშობლო, რის სამშობლო და ფიქრობ საინტერესო ადამიანები არიან, საინტერესოს ვამბობ ჩინური. ეს ჩვენ არ ვიცოდით, სიმართლე გითხრა, ეს ღიად ხო არავის არ უთქვამს. და მახსოვს თორსტები 2018 წელი იყო, როდესაც ბავშვთა კოდექსზე დავიწყეთ პირველად მუშაობა და იქ გვინდოდა სიტყვა სამშობლოს ჩაწერა. და მაშინ აღმოაჩინეთ, რომ ქართული კანონმდებლობიდან სიტყვა სამშობლო საერთოდ გამქრალი იყო, მაშინ როდესაც ეს ჯერ კიდევ როგორც აღნიშნეს, ზვიად გამსახურდიას ჰქონდა დაწერილი და მისი ინიციატივით იყო დაფუძნებული, თქვათ, ესე ვთქვათ, ჩვენს კანონმდებლობაში. და უფრო საინტერესო რა იყო, როდესაც ბავშვთა კოდექსში ჩვენ დავიწყეთ მაშინ სოფოკილაძე ხელმძღვანელობდა ამ პროცესს პარლამენტში და ჩვენ ერთად მუშაობდით სამშობლოს ჩაწერა, რომ ანუ რა გვინდოდა, რომ ანუ ის ახალაც ჩვენ საუბრობთ, განათლება ყველაფერი, რასაც უნდა ეფუძნებოდეს, ჩვენი პრინციპული, თქვა ის პოზიცია იყო, სამშობლოს სიყვარულს და სამშობლოს ცნებას, გაგებას უნდა ემსახურებოდეს ყველაფერი. მე ამაზე უნდა დაშედეს, ხო, იმიტომ რომ ეს კლასიკა რო გავიხსენოთ, შენი ქვეყნის სიყვარული ხო, ბევრი სიყვარულის სახელმძღვანელოა სინამდვილეში, რომ შენ თუ შენი ქვეყანა გიყვარს, ნიშნავს, რომ ისტორია გიყვარს, ბუნება გიყვარს, მეგობარი გიყვარს, ოჯახი გიყვარს, მშობელი, შვილი გიყვარს, ერთსაცმელი ხო ანუ სამყარო გიყვარს, ანუ სამშობლოს სიყვარული ბევრ სხვა სიყვარულს გასწავლის. ზოგადად აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდოდა რომ ეს სიტყვა ერთ-ერთ ფუნდამენტურად ნიშანსვეტი ყოფილიყო ბავშვთა კოდექსში. თქვენ არიცით რა ხელა წინააღმდეგობა წამოვიდა ამაზე მაშინ. NGO-ების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გუნდის შიგნიდან ცალკეული აქტორების, რომ აი ფაქტობრივად გვებრძოდნენ და სიქაჯედ ნათლოდნენ იმას, რომ ბავშვთა კოდექსში სიტყვა სამშობლოს ჩაწერის ინიციატივები იყო. ვიჩევებ რაღაცას. ვიცი და მეტიც ვარ ამისი პირველად რო იტყვა ყურებს არ უჯერებდი, მე გარკვეულწილად ამ ბრძოლას უყურებდი და ახლა არ მოვწდები და არც დამალავენ ის ადამიანები, რომლებიც ამას მეცნიერულად ამტკიცებდნენ და მე მახსოვს ამტკიცებდნენ, რომ ეს ფსევდომეცნიერული არა მეცნიერული გზით თქო, მეთოდოლოგიით აი სამშობლო არ არსებობს ეს სიტუაცია და ბოლოს ესეთი ისიც კი ქონდა პოლიტიკური საჩუქარი, ბიძინა ივანიშვილმა მოიგონაო სამშობლო და ამას ბღაუჭებაო ეგეთი სიტუაცია. და ამას იყო რომ მოიცა ეს იყო რომ პრინციპულად არ შეიძლებოდა სამშობლო, იმიტომ რომ რასამოდენ მე ვარ მოქალაქე სახელმწიფოსო. სახელმწიფო არისო, ეგო და ესო რა სამშობლოს ხვდენისო და ნუ მე აღარ გვიკვირს ხო, როდესაც დაკარგეს ტერიტორიები, მე მათი პრეზიდენტი უბრალო ქვებს და ღორს უწოდებდა შიდა ქართლის სხვა შორის სამშობლო არისო, მე სადაც მინდა იქ წავალ, სადაც მინდა იქ ვიქნები, როგორც მინდა აქ ვიქნები პრეზიდენტი, მინდა იქ ვიქნები გუბერნატორი, მინდა იქ ვიქნები ეს ვიქნები და ეს არის რა ეს არის პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდი, ჩვენ სამშობლო არა გვაქვს, თავარია ეგეთია. ხო, ოღონდ საინტერესო რა არის, ცი რომ მე უსამშობლოებს რო უწოდებ, წინთ. არა, უსამშობლო არ შეიძლება რომ ეწყინოთ, მე თუ გინდა ესე ვთქვათ, ამბავში უხარიათ, მაგრამ მექანებთან პოზიციაზე უსამშობლო ნახე როგორ არის, აქ როგორ არის ხოლმე, მან პოლიტიკურად რო უნდა გამარჯვება ის არის ხოლმე, ხო იცი, როგორც ისიც რო უნდა საპარლამენტო ესე ვთქვათ, მეფეც და პატარძალის თვითონ უნდა იყოს, კაი, ცუძე რო არაფერი არ ვთქვათ, ორივე თვითონ უნდა რო იყოს. ხო და უსამშობლო ამიტომ არ უნდა, თორე მე ნამდვილად გეუბნები და შეგვიძლია დაგუგლო და ამოიღო, რომ ესო აი პირდაპირ უყურებდი, ამას მე შევსწრებიო რა პოლემიკას და მაშინ პირველად დავიწყე გაცნობიერება, რომ ესენი თან უყურებდი, სხვათა შორის და უყურებდი ამ ადამიანებს ნუ დაკითხობიდან ამდენი წაკითხული ვერ ექნებოდა და ამდენი ნაფიქრი ვერ ექნებოდა და ეთყობოდათ, რომ ვიღაცამ ჩაუდო ჩიპი თავში და ისეთ ფრაზებს და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა აი არ ეთყობოდა რომ მისი ცხოვრების და მისი ნაკითხობის მაგალითზე რომ ამაზე ეწვალა მაგრა და ამოდე რომ აი პირდაპირ გეუბნები აი მახსოვს ეს მაგიდა და ისე რომ ეს ამან მოიგონაო და
ბიძინაევანაშვილზე რა ესო ბიძინაევანაშვილი ლაპარაკობს ამ სამშობლოსო რაღაცა და აბოს რა სამშობლო ეს კი არ იყო ეხლა უსამშობლო ვიტო კი მოწონს გულისხმობაში ის არ მოწონს ეხლა უნდა რომ ვისაც სამშობლოა იმანაც უნდა დაუჭიროს არჩევნებში მხარი და ეს არის ისევ ფარისეულობს მან საინტერესო ის არა გარცუნდა რეალურად საითაც ეგ ხალხი იყურება ანუ იდეოლოგიური ცენტრი საიდანაც ეს ყველაფერი მოდის აი იმ იდეოლოგიურ ცენტრში ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშობლო სიტყვა იყო გამოყენებული საგარეო სამხედრო ოპერაციების გასამართლებლად. ანუ Homeland Security-ს იდეა დაეფუძნა იმ ოპერაციებს, რომელიც ერაყში, ავღანეთში, შემდეგ სირიაში განხორციელდა. ანუ სამშობლოს დაცვის არა სახელმწიფოს State Security არ იყო, Homeland Security იყო მთავარი ამბავი. და მე კარგი მასწავლებელი ვყავდა ძალიან ამ უნივერსიტეტში და ძალიან ახლობელი გარდაცვლილია და ხარდავასახლები იმიტომ კი არა და ისა უნდა რომ რაღაცების მტკიცება არ უნდა დაიწყოთ რომ გაფუჭდა საქმე. ეხლა უკვე თუ ჩვენ მივედი და სამშობლო რო მნიშვნელოვანი ამის მტკიცება თუ დავიწყეთ ეხლა უკვე რა არის უკვე ჩაგვითრიეს ესე იგი იმიტომ რომ და ვერ ჩაგვითრიეს იმიტომ რომ კონდა ეხლა და მოდი ეხლა დისკუსია მოვაწყოთ ეხლა ეს თუ არა ბიჭო აგერ არის რო გამოდივა საზოგადოების ორი მერცხალიზის და ხდება ესე იგი ნუ ბუდი აქვს გაშენებული და ბუდიან ეგვიპტიდან მოდიან თუ არაბეთიდან და მოდიან იმანიცის ახლა მერცხალმა სამშობლო და ლექსია და რაღაცეები არა ყველაფერი თუ გამოტოვე ახლა რო ჩემ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ეს ადამიანები ებრძოდნენ სამშობლოს და როდესაც სამშობლოს ცნებას შენებრძი მთლიანად სამშობლოს გაგებას ებრძოდნენ მთელი თავისი არსებით არა მარტო საკანონმდებლო დონეზე არამედ მთლიანად იდეოლოგიურად მთლიანად თავისი ენერგიით და რესურსით სამშობლოს მოძულე და მოწინააღმდეგე ადამიანები. ხო ეხლა ამას არ დავიწყოთ. ხო აი ხედავ აბა ყოფილა თურმე იმ კანონი და რეებზე გავდივართ ესე უბრალოდ კი არა ფაზლია. მაგიტომ ამბობ ზუსტად რა რომ ანუ ის ერის ესე ვთქვათ იდეა და შემდეგ უკვე ერის მიზნები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ეს შეიძლება იყოს თავარი ამოსავალი, როდესაც რაღაცა ამ ტიპის საკითხებზე ვსაუბრობთ. მოკლედ ჩვენ კანონის განმარტებით ბარათს ვაკეთებთ ახლა. ფათიშორის. არა მხოლოდ ერთი კანონისთან. ვასიკობი როდესაც კანონებზე მუშაობ ხოლმე განმარტებით ბარათს სიტყვა ეს ფილოლოგიური ის მაინც თავის საშვება რომ უფრო მეტ ყურადღებასო განმარტებითი ბარათი და ფათიშორის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩემს აპარატთან ერთად დავწერე აი ხალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებითი ბარათია ჩემი აზრით ერთ-ერთი აი ეს მონოგრაფია გამოვიდა საბოლოოდ და ვისაც აინტერესებს განსაკუთრებით სტუდენტებს მოუწოდებ რომ წერია ხო ვიცით რომ კანონიდან მართლა თუ ძალიან იურიდულად არა გაგდა თან ცოტა დავიჩებებთ ახლა ჩვენ იურისტები არა ვართ თან როგორ არის კანონის განმარტების უფლება პარლამენტსაც არა აქვს სასამართლოდან განმარტოს ანუ შენ რას დაწე შეგიძლია გულში ეს კონდეს ჩადებული და ამიტომ ხშირად იხმარება ახლა იყენებდნენ კანონის სულისკვეთებას და ეს ჩანს განმარტებით ბარათში რომ დავეყრდნო რა უნდა და მაგალითად რატის ხელსურამაზე წევდა იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება უცებ თქვას რომ იქ ან ძიმე გაგეპაროს ან სხვანაირა წაიკითხოს და სხვა რაბია აი ჩვენ ამიტომ გავმართავთ ასე რომ დავბრუნდით იმას ამ კანონებს აქვს მნიშვნელობა ერთი რომ პრევენცია მოხდეს და თავარი მიზანი ეს არის ყოველთვის რა თქმა უნდა ადამიანი დაიცვას ამერიკულ ფარაზზე ამბობენ რომ სისხლის სამართლის პასუხებაშიო წლებია ვარავინ მიუციათო და ეგ არ ნიშნავს იმას ეგ ვერ შეაფასებს ეს კანონი მოქმედია თუ არა პირიქით მაგრამ ეგ შეიძლება იმის ინდიკატორი იყოს რომ ის კანონი ძალიან ეფექტურად მუშაობს ამერიკაში ეფექტურად რომ მუშაობს საქართველოს მაგალითზე ვიცით რამდენი რამე გავიგეთ ფარადან გამომდინარე ჩვენ ხო და ამ ადონის ინფორმაცია შემოვიდა რომ ვინ რას იხდიდა რაში იხდიდა როგორ იხდიდა ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენც ეს ნიშნავს სწორედ იმას რომ ეს კანონი კარგად მუშაობს იმიტომ რომ გამჭვირვალობის სტანდარტს იცავს იმდენად რომ ვიღაცის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აღვანის მოთხოვნილებას არ აჩენს პრევენციას ახდენს ამის პრევენციის შემდეგ აღსაკვირველია პროპორციულობის დადგენის სტანდარტი არის მნიშვნელოვანი და მესამე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება რომელიც ასევე კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაც არის. ესეთი ცოტა მოდი ესე ვთქვათ, უხერხული კითხვა დავუსვათ. ამ შემთხვევაში დაუბრუნდეთ ამ სამშობლოს ღალატის საკითხს და კანონს. და თან კონტექსტ, რომელ კონტექსტშიც ეს ცვლილება განხორციელდა, ანუ ფიქრობთ, რომ ეს ასე ვთქვათ, მუხლი შეიძლება იყოს გამოყენებული იმ ადამიანების მიმართ, ვინც გარედან დაფინანსებას იღებენ. გიორგი, მე კონკრეტულ ადამიანებზე არ ფიქრობდი.
და ჩემი მეგობრები არ ფიქრობთ ეს სამ კანონს ვიღებდი, ჩვენ ფიქრობდით ჩვენ სამშობლოს. და როგორც აღნიშნე, ღალატის მუხლის ამოღებამ სისხლის სამართლის კოდექსიდან შიდა საფრთხეების მიმართ ჩვენი ქვეყანა დატოვა დაუცველი. და ამ დაუცველობის შედეგები ჩვენ ფაქტობრივად მაშინ ერთ წელიწადში უკვე საკუთარ თავზე ვიგებთ. გულისხმობ 2008 წლის აგვისტოს ზონს. ხო, მანამდე ხო რაღაც არსებობდა სახელმწიფო ღალატის საკითხი იყო შიგნით რაღაც კანონმდებლობა ხო აწესრიგებდა მაგალითად საზღვარგარეთ ქვეყნის გარედან რაღაცა გავლენების ქვეყნის გარეთ აქტორი შენი ქვეყნის მოღალატე ვერ იქნება, მოღალატე არის შიდა საფრთხეები. მაგას ვამბობ ზუსტად რა, ანუ გარედან შიგნით ვიღაცაზე ზემოქმედება, მისი ამოქმედება, ასე შემდეგ სხვადასხვა კანონებით ხო ისჯებოდა ეს ყველაფერი. ვიცი რა არის ამ შემთხვევაში, როდესაც ჰიბრიდული ომის მექანიზმები არის ძალიან განვითარებული და ასე შემდეგ, ის საფრთხეები რაც გარედან მოდის. ანუ რა ელემენტი შემოაქვს ეს სამშობლოს ღალატთან დაკავშირებული მაინც არა ამ კონტექსტში ვერ განვიხილავთ, იმიტომ რომ ეს არის შიდა საფრთხეები. რაც შეეხება გარე საფრთხეებს, ხა ის სიტუაცია რაც ჩვენ გქონდა რესურსების შემოტანიდან გამომდინარე, იქ სახელმწიფოს როლი საერთოდ არაფერში არ იყო. სახელმწიფომ არ იცოდა კონკრეტული გრანტები, რაში, როგორ იხარჯებოდა და ასე შემდეგ. მით უმეტეს შეფუთვა ამ ყველაფრის იყო ძალიან მარტივი. ჩვენ გვახსოვს ხო იგივე თქვა მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებაზე იყო სინამდვილეში ტრენინგები და კითხვას რო სწავლდნენ ჟურნალისტები, პასუხობდნენ რომ ექიმებსო და შიშიმპირთა ადვოკატირებას ვეწევითო და რაღაც კულტურულ სახელოვნებო საკვაკო ტრენინგებიო. ეს შეიძლება ფერვერკი ახალი წლის მზადებაში გაიყო. სინამდვილეში მოლოტოვის კოქტეილები როგორ უნდა გამოიყენებინათ, იმაზე მიდიოდა ფაქტობრივად ეს ტრენინგები. ამიტომ ამ ყველაფრისგან სახელმწიფოს დაუცველი იყო. ამის დასაცავად იყო იგივე გრანტების შესახებ კანონი, რაც მოვიღეთ. თვითონ გამჭვირვალობის კანონი, რაც იყო, თვითონ ამერიკული ფარის თარგმნა, რაც იყო. ეს პროცესები იყო ზუსტად იმისთვის, რომ სახელმწიფოს გარე საფრთხეებიდან დაეცვა ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი ხმარდებოდა სიძულვილის კამპანიებს საბოლოო ჯამში. ანუ რას გვიპირისპირებდნენ ყველაზე მეტად, ხო, ჩვენ და ჩვენ საზოგადოებას იმ ცილის წამების გარდა, ასე ვთქვათ, რომელსაც აკანონებდნენ. უნდათ რომ დეზინფორმაცია, სიძულვილი, შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი დაკანონებული იყო, ძალადობა და ასე შემდეგ და ამას ასპონსორებდნენ და ახალისებდნენ კიდევაც. ყველაზე რადიკალურ ნაბიჯებს, მათ შორის ცალკეული დიპლომატები, რომლებმაც ყველანაირი ეთიკა და ვენის კონვენციის პრინციპები დაარღვეს და ასე შემდეგ. ამიტომ რევოლუცია ოფიციალურად მიდიოდა რევოლუცია. მცდელობა რევოლუცია უნდა მოხდეს. ხო, ჩვეულებრივ ალბათ ძალადობრივი შეცვლის. ჩვეულებრივ ალბათ გახდა რევოლუცია. ავირიდეთ თავიდან. და ამ ყველაფერს ჩვენ რო არ დაგვეცა ჩვენი ქვეყანა, ჩვენ რო აქ სისუსტე გამოგვეჩინა და ჩვენ რო აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად არ აღდგომოდით ამ ყველაფერს წინაშე და მათ თავიანთი გეგმები განეხორციელებინა, დღეს ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ნანგრევები და ესეთი ნანგრევები, რომელიც შეიძლება მართლა გაენადგურებინა ჩვენი ქვეყანა საერთოდ გაექრა მსოფლიო რუკიდან. ამიტომ ეს საფრთხეები იყო რასაკვირველია და ის კანონები, რომელიც ჩვენ თქვა და ამ დაფინანსების კონტროლის და რას ვიტყოდით ამ შემთხვევაში, ვიტყოდით ხოლმე ინფორმირებულ მოქალაქეს. რომ გამჭვირვალე პროცესები ყოფილიყო ეს ყველაფერი და საზოგადოებას მიზანი იყო ეს, რომ საზოგადოება ყოფილიყო ინფორმირებული, ვინ რას რაში ხარჯავდა. ეს არის კეთილშობილური იდეა სინამდვილეში და აი ამას უპირისპირდებოდნენ და ამის წინააღმდეგი და განვლილ პროცესში აი ესე რეტროსპექტიულად რო შევხედოთ, განვლილ პროცესში იყო თქვენი შეფასებით მომენტი, როდესაც აი სამშობლოს ღალატის მუხლი შეიძლება და გამოყენებულიყო ის რომ ყოფილიყო. ზარი ხა ეს მაინც იმდენად ისეთი თემაა, მნიშვნელოვანი თემა, ამ გონია რომ ვარაუდებით შეიძლება ჩემი მხრიდან ლაპარაკი, მე რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს. ანუ აი მაგალითად წარსულიდან რის პრევენციას მოახდენდა რა? აი ეხა რომ აწი ამ რის ანუ სამშობლოს ღალატის მუხლის შემოტანა რა პროცესის, რა მომენტის, ან რა მოქმედების პრევენციას მოახდენდა ის რომ ყოფილიყო, თქვა აი ამ გავლენით პერიოდში რომ არსებულიყო. ეს არის ხა ეს მაინც ისტორიკული კითხვაა. ხო, და ამიტომ რაღაც კონკრეტული მე არ მეყვარს ჰიპოთეტური საუბარი. ზოგადად კანონის
მიზანიც ხო ის არის, რომ პრევენცია მოახდინოს და ჩვენი მიზანი არის ის, რომ არ დადგეს ესეთი საკითხი და ხა ნიშნებს რაც შეეხება იმ სულისკვეთების მომხრე არა ვარ, რომ ქართველებს ბევრი მოხალატე ყავდა და რაღაცა ბევრი ამბობს ხოლმე ამბობს, მაგრამ მე ეს თავს მოხმარები პრობლემაა. იმიტომ რომ ჩვენ ბევრი მტერი ყავდა და არა მოღალატე საქართველოში, მაგრამ და ის სხვადასხვა არის, ბევრი მტერი ყავდა, მაგრამ მოღალატე ბევრი არ ქონია. სხვა ქვეყნების ისტორიას თუ გადავხედავთ, იქ პირიქით არის. ანუ რის კითხვა მიგზავნა? უბრალოდ აი მაგას ვაგრძელებ სამწუხაროდ დღეს მე ფიქრობ რომ მოღალატეები მომრავლდნენ. მოღალატეები ყავს ჩვენს ქვეყანას, ყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც თითქოს ამ ქვეყნის შვილები არიან, მაგრამ მზად არიან ამ ქვეყნის განადგურებისთვის, ყველაფერს მოაწერენ ხელს. არიან ესეთი ადამიანები სამწუხაროდ, მაგრამ ჩვენი მიზანი, ვინმეს დასჯა კი არ არის, ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება არის. და ჩვენ ამ კერკენ მივიდივართ დანარჩენი ვინ რა და როგორ ამას, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს შეაფასებს და სასამართლომ უნდა შეაფასოს. მოდი შეგეკაბათებთ, თუმცა ვიცი რომ შეც იგივეს ფიქრობ, რომ კი არ მოგივრამდე მოღალატეები. ჩვენ ქვეყანა იყო დაუცველი მოღალატეების მიმართ. ეს მართალია. თორე საერთო სიტუაცია იგივეა საფრანგეთში, იგივეა გერმანიაში, უფრო მეტად დაცულია და ახლა ჩვენ ამ დროს ვლაპარაკობთ რევოლუცია ღალატი და დაუცველი ვიყავით ჩინასაფრთხე. დაფინანსება. შორს არ წავიდეთ ერთ ამბავს მოგახსენებთ და მოგახსენებათ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოზე დაუმერხავი მკვდარი რო ყავს, ხო? მოედანზე რო ყავს დასვენებული და ეხლა აღარ ვიცი გონი არ დადიან დასათვალიერებლად, ხო? ივლიანეგენი. ხო, არ გაუჭირდება. ხო, დანახეს ხება. იმ დაუმარხავ მკვდარს ახლა დღეს რო გახსნილია გერმანელი სოფლიობის დროს რო დააფინანსეს, ფული იმიტომ მოხდა ის რევოლუცია და მე ჩვენ კი სერზეც დატრიალდა ის ცისქვილი. იმიტომ მოხდა ის რევოლუცია. გერმანელებმა დააფინანსეს, რომ ესეთი გაეყვანათ იმიდან, რა ქვია, ომიდან. ასე რომ ესე არ არის, რომ მე იმიტომ კი არ რაღაც, იმიტომ კი არ არის, სულ ოქროთი დააფინანსეს თავს. იმიტომ რომ აქ ყოველთვის მოინახება ეგეთ ფულის ამღები, რომელიც იტყვის, რომ რაღაცა მიზანი მაქვს. შენ დაუცველი ხარ ამში დასაფრთხეებისგან. და როცა შენ დაუცველი ხარ, შენი სუვერენიტეტის სუსტება. როცა დაუცველი ხარ, გარშემო დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველა შენ მეზობელს გაუჩნდება და შორეულ მეზობელს თუნება, რომ აქ თავისი ინტერესები გაატაროს. სახელმწიფო მაგიტოა, სამშობლოა ეს უანგარო სიყვარული, სახელმწიფო რო არის, იქ უკვე პრაგმატული ინტერესები შემოდის და ბუნებრივია რომ ყველას თავის პრაგმატული ინტერესები. ჩვენ უნდა დავიცვა თავი და ღალატი რას ქვია უხეშად რო თქვა, როცა შენ ფულს იღებ და მიზანმიმართულად და სისხლის სამართლის კოდექსში რა მუხლებიც იყო მსგავსი ჩატოებული, იქ იყო მხოლოდ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ანუ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა. ესეთი და არა სამშობლოს ღალატი. არ იყო საკმარისი. რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. იმიტომ რომ მან დატოვა ჩვენი სამშობლოს სწორედ შიდა საფრთხეების მხრიდან დაუცველი და ჩვენ ამის შედეგები მაშინ ნამდვილად ვიგრძენით ამ მუხლის გაქრობიდან ერთ წელიწადში ფაქტობრივად. ხო, ანუ მე ესე ვთქვათ პირობითად, ანუ იმ განვილმა პროცესმა, რომელიც ახლა გავიარეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გაჩვენათ, რომ არსებობს აუცილებლობა ამ მუხლის შემოტანის. ანუ იქ იყო რაღაცეები, რის გამოც ახლა ეს მუხლი იმიტომ რომ როდესაც დაუცველი ხდები შიდა საფრთხეებისადმი, ეს ასუსტებს შენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ერთნიშნულოვნად. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენი უკვე მოძლიერი შეიძლება ითქვას ისე რომ კიდევ უფრო კაფეო და მტკიცე ნაბიჯები გადაგვედგა ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის გასაძლიერებლად ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, სამშობლოს ღალატის სამართლებრივი შეფასება მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ შიდა საფრთხეებისგან ეფექტური დაცვის მექანიზმები შემოდის ამ მხრივ სამართლებრივ დონეზე. ერთი რამე მინდა და მეკითხა კიდე, ანუ ესე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ოპონენტების პერსპექტივიდან, რომ აქ არის, ვთქვათ, ამ საკანონმდებლო ცვლილებების დროს არ იყო გათვალისწინებული რაღაცა საერთაშორისო პრაქტიკა. ანუ ან მანამდე რას ეფუძნებოდა ის არსებული რედაქციებია, ან დღეს რას ეფუძნება. ერთმანეთახმები არის არაერთი მაგალითი საერთაშორისო დონეზე, სადაც სამშობლოს ღალატი არის პირდაპირ. არა მხოლოდ სამშობლოს ღალატი, ანუ ყველა დანარჩენი შემთხვევაში, ანუ რამდენად არის ეს ყველაფერი. რეალურად ყველა მიმართულებით რეალობა არის ესეთი. ახლა გვესწრებს ხოლმე რომ აი საერთაშორისო პრაქტიკა მე ჩუმდებიან აღარ აგრძელებენ და სინამდვილეში რომ გადახედო საერთაშორისო პრაქტიკა ბევრად უფრო ხისტია და ბევრად უფრო მძიმეა მთელ რიგ საკითხებში, ვიდრე ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა თუნდაც ბოლო პერიოდში მიღებული. იგივე არის მაგალითად მედია სტანდარტთან დაკავშირებით. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ მისინფორმაცია და დეზინფორმაციის წინააღმდეგ არსებული მექანიზმები გაცილებით უფრო მძიმე არის სხვადასხვა ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში არის ამ მიმართულებით.
განსაკუთრებით იგივე ბრიტანული მოდელი რო ავიღო და აი შემდეგ ბევრად უფრო ხისტია ამხრივ. მაი ჩვენ ვკითხე შენ აქ რო ის კანონები იქთას გადმოტანილი აქ დახე ესე იგი იგივე თუნდაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე როდესაც მუშაობდით და პარალელურად საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო მუშაობდა იგივე საკითხებზე ბევრად უფრო მძიმე და უფრო ესეთი კაცრი მიდგომები ქონდა განსაკუთრებით პასუხისმგებლობის ნაწილში. იგივე ხა ბოლო დროს შედარებით პოპულარული თემაა დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ თანამშრომლობის საკითხი. სადაც გაცილებით უფრო მძიმე სანქციები არის ყველა იმ ევროპულ ქვეყანაში, სადაც არსებობს საპარლამენტო დემოკრატია, ვიდრე საქართველოში. ხო და ამიტომ იცით არის ეს კრიტიკა შეიცავდა არა არგუმენტებს სინამდვილეში, არამედ ორმაგი სტანდარტის კლასიკურ კაზუსებს და მაგალითებს. და ის ადამიანები სინამდვილეში უმეტესწილად ალბათ იცოდნენ და მაინც იტყუებოდნენ და ერთი უბედურება მათი თუ არა და ის მეორე რომ ამ შემთხვევაში თითქოს ამბობდნენ აი ევროპული პრაქტიკა ესეთი არ არის და სინამდვილეში ეს ჩვენ გვაძლევდა იმის საშუალებას დაგვიმტკიცებინა მათი ორმაგი სტანდარტი. ეს საინტერესო პრაქტიკა იქნება ასეთ განმარტებისთვის რო თქვა, აი რომ ისე ვფიქრობ აი განმარტებისთვის რომ აი მაგალითად როგორი იქნება ბრიტანეთში დაახლოებით ვიცი რომ მე არ გამიშდეს ესეთი სურვილი რომ წარმომწოს არ თანამშრომლობ მე ბრიტანეთის გრამატულის კოდექსში ერთი ბრიტანეთის თემა ხო ვიცი და ამასთან პოლონეთში ზუსტად ის დადგა ამბავი პოლონეთში ბრიტანეთში არის უფრო რომ სხვადასხვა ერთ რამას გეტყვი როგორ არის ადრე იყო რომ ადრე ეწერა ძალიან ჯერ საბჭოთა კავშირი დანგრეული იყო რა განსხვავებაო საბჭოთა კავშირსა და ბრიტანეთს შორის მაგალითათო და რუსი წერდა რა ერუდირებული ჟურნალისტი იყო რომ საბჭოთა კავშირში დილით რომ ტელევიზორი რომ გამოვიდეს ტელევიზორში გამოვიდნენ თქვას რომ დაემხო პოლიტბიურო და დღეს არის ხელისუფლება მას ხალხი დაიჯერებს იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზორმა თუ თქვა ისევ და ბრიტანეთში ეგონებათ იუმორისტული გადაცემაო დაიწყო და ბრიტანეთში რო თქვა მაგალითად რაღაცეები ქონდა პრაქტიკა და უბრალოდ მიხსნიდნენ. უბრალოდ ეგონებათ რომ შენ სერიოზულად ხუმრობ. მე სხვა შეს ამის ციგ ვიყობ, ეხლა აღარ ვიცი. მე რო ვიყავ პირველად ბრიტანეთში იარაღიც კი არ დაქონდათ, იმიტომ რომ ეგეთი რამე რომ მე პოლიციელს მივალ და რაღაცებს, ეგეთი რამე, ნუ როგორც ეხლა ჩვენ არ მოგდის რომ კადილს ზგიდეს მიარტყა ეხლა თავი, ესე არ მოგდის და თავი. და მეტიც ბრიტანეთის პარლამენტში ეხლა არ ვიცი თუ შეცვალეს, მაგრამ ისე რომ იცოდე შეიძლება არ მოეწონოთ. პარლამენტის წევრი ვიყავ, უთხარი და როგორ არის თქო თქვენი წასვლები და რა წასვლები უთხარ. აი რომ მივლინებაში მიდიან პარლამენტ არა უთხარ. ბილიონი საქმე არსებობს, მაგრამ ბრიტანეთის პარლამენტის წევრისთვის თუ ეს აი როგორც შეგიყურებ ესე იყო. ეს არის უპირველესი მოვალეობაო. აქ ყოფნაო და მივლინება იმ დროს უნდა მოახერხოს სვანცავს. არავით არის სხვა საქმე არ არსებობს, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიტუაციაო. რას ქვია ხა არ თანამშრომლობ ახლა, რა კარგია ახლა იმაზე. კი კარგია მეწოდება, მეც არ თანამშრომლობ შუქთიშანთან და გავივილი ხოლმე წითელზე. ხო, ის არის მაგათ არ თანამშრომლობის საკითხი ხო ხელოვნურად და განგებ შემოიღეს და ამასაც თავისი მიზნები ჰქონდა, მაგრამ იგივე ამ პრაქტიკას რო შევხედოთ ნამდვილად ესეა იცი და ამიტომ იგივე ბრიტანეთის მაგალითი ვთქვა იგივე ახლა გერმანიის მაგალითი იყო ამასწინათ ზუსტად თან მსგავსი დისკუსია ჰქონდა ჩვენთანაც როდესაც 1500 ოჯახში მოაწყეს გერმანელმა სამართალდამცველებმა რეიდი და მიზანი იყო რომ სოციალურ ქსელებში სიძულვილის შემცველი ხოდები საერთაშორისო ეს თუ შევავიღოთ აქა ეხლა წარმოიდგინეთ საქართველოში რომ ვინმე შეუვარდეს სახლში რომ ის სიძულვილის შემცველი თქვა ჩანაწერი სოციალურ ქსელში რატომ გააკეთეო ხო და ნუ იცი რა არის ერთი არის როდესაც აი ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოდიან და ასე უტიფრად იტყუებიან რომ თითქოს იქ სხვა რეგულაცია აქვს სხვა თითქოს ყველაფერი ხელმისაწვდომი არ იყოს და მისი დედაში წაკითხვის შესაძლებლობა არ ქონდეს და მეორე როდესაც უკვე თვითონ ევროპელი ბიუროკრატები გვეუბნებიან რომ ჩვენთან ეს ყველაფერი ასე უნდა იყოს მაგრამ თქვენ არ გაქვთ მაგის უფლება თქვენთან ეგრე არ უნდა იყოს ხო და ეს სამწუხაროდ თვითონ ევროპული ინსტიტუტების მიმართ სანდოობას უთხრის ცირს საზოგადოებაში რაც ჩვენს გვადარდებს და გვაწუხებს სინამდვილეში იმიტომ რომ გვინდა რომ ევროპა ნამდვილად დაუბრუნდეს ევროპას და ეს ბიუროკრატია არ შეჭამოს ის ღირებულებები რაც ჩვენთვის თვითფასი და მნიშვნელოვანია და ზოგადად ეხლა ჩვენ სულ ვამბობთ რომ ევროპა იწყება სინამდვილეში საქართველოსდან და არა ბრიუსელიდან ბოლო შესვაგეროთ შედამოყოლოს ყოლოს და მე ვიტყვი რა ესეთი ისა გვაქვს მე მგონი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პირადად საუბარი ძალიან ესეთი თემები ავწიეთ და მე ვიტყვი რომ
კიდევ ბევრი ისეთებები წარმოიშვა, რომელსაც გარძელება უნდა და ეს ინსპირაცია იყო და ბოლო ესე ვამთავრეთ ხო გიორგები, შენი ოპტიმისტური პროგნოზი. ჩვენ ეს ბუნებრივი მდგომარეობა რა ცხოვრობ და რა გვაქვს მისი არ იყოს საერთოდ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და მგონია რომ ჩვენი ისტორიაც ყველა ბრძოლა მხოლოდ ოპტიმისტებს აქვთ მოგებული, ჯერ პესიმისტებს ომი არ მოუგიათ დედამიწაზე, რაც კი არსებობს, ასე რომ მაცალე ხმალი გავლესო, ჩაკროლოს ოპტიმისტური არის, ეს ჭირში. ბევრჯერ ყოფილი ვარ შავ დღეში, მაგრამ ოპტიმიზმი ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს, ქართველების ერთ-ერთი ორგანული თვისება, ღირსებასთან და თავისუფლების წყურვილთან და სიყვარულთან ერთად. და ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი იქნება ზუსტად ის, რომ არ არის შორს, რომ ჩვენ მართლა ჩვენი ღირსებით და ჩვენი ზნეობით, ჩვენი პრინციპებით მოვიპოვებთ ყველა იმ კეთილდღეობას, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, რა თქმა უნდა, არც ის 2030 წელი არის შორს, როდესაც ჩვენი ქვეყანა გახდება დარწმუნებული ვარ ევროკავშირის წევრიც. კი ბატონო. მადლობა სტუმრობისთვის, ამ მსჯელობისთვის, წარმატებებს გისურვებთ და დაგემშვიდობებით, შევხვდებით ერთმანეთს უკვე შემდგომ პოდკასტში. კარგად გრძანდებოდეთ. მადლობა.